აი ინტრო. მარტივი ყოფილა თურმე რა. ცხოვრება. რა ადვილია ცხოვრება მართლა და როგორ ვართულებ სულ შეშემოდა. ვაიმე მართლა წყალი მომიტანე, ჩემი საყვარელო, დიდი მადლობა. მე რო დავლი უკვე მე შუაგზაში ტყის დამატების ვარიანტი გვაქვს თუ არა? კი. არა, რისი? წყლის დამატება ხო? წყლის დამატების კი. კი, გვაქვს ხოდი. თქო, როცა გინდა ავდგებით მოვდივართ. ძალიან კაი იყო შეჩი. ხო? კი, მინა ნაწარმოებია რა. შო, კაი, ინტრო გვაგარეს. შეჩემ, აბა ინტრო კი არა და ინტრო კი არა, ამაზე ალბომი დააფუძნა. მიმართულება შეიცვალეთ და სულ ყველა კეთეს მაგას სიმპოპ ალბომი ხო ყველა ბოლო დროს ძალიან ხოჩი არის. აუ ის მინდა მე რო ბაზრობდით მაშინის ტუჩის აი დაგითხრე. და ვაფშე გადაცემაში მაგით იბასე. იცით რაზე ამბობს? თოკბოქსი ქვია რა. როგორ მუშაობს ნახე. შლანგია რა. ხო, შლანგია. პირში ინდე ხარ ხო? გიტარა, ოლო გიტარა გადის შიგნით რა. და გიტარის ხმა ჩერი შლანგი, ოღონდ უკვე აი ფიზიკურად შემოდის პირში. ხო. და მიკროფონთან რომ ღერი ხარ, შენ რო სპირის აპარატს და მოყვება ვაგერევით რაღაცას ხო. აუ მინდა ვალტორნაზე ვერ დაუკრავ მაგითი. ბიჭო, ეხა ვერ ვიტყვი თორე ბევრი რამეს ისომგე. ძალიან კაია. მინდა ეგ რამე. ანუ ეს შლანგი და ერთდება ხო? რაღაც ხო. რომელიმე ტექნიკის მაღაზია თუ დაგვიმეგობრდა, არა მუსიკის სახს უნდა კონდეს წესი საშუალებები არა, ექნება? კი. ბახალას ყველა ბახალას თითო თოკბოქსი. სპონსორი. და სამივე თითო თოკბოქსი შეჭი. უჩებს ძალიან და ხალხი ვილაპარაკ. ოღონდ არ გაეცხოთ ხომ და ოღონდ. არა, გოგა ისი რა ჩართე? Foo Fighters-ის ვიდეო არის Generator ქვია და მაგით იწყება და ეს ჩაიდებს რა ამას ხმარობს და შედა This is embarrassing. აი ეს აკოლია ხო ჯერ ეგეც სტუმარი რომ ბოლომდე შევედოს. აი პოტენციალი. მე ხო ეგ იმიტომ რომ ყველაფერს ისეთ ვიდე პირში და მაგით ხო მე რა პონტე. By the way, ის მოარდია ძალიან კაი. გემრიელი არის. ანუ რაღაც გიხდება რა. აჰა, ხედავდნენ როგორ ილაგდება, იგავდა. მეორე სტუმარი ხარ ვინც გაბიდა და გაკლდა რაღაცა. იგი ანუ ეს შეკრა თან ეს შუახნის კაცის ბანჯგურები უკვე ამაში ჯდება ეგმენტია რა. და შუის ამ ეს მივიღე უკვე. ეს ბანჯგურები რაღაც პონჩი სადღაც 30-ის მერე უფრო ინტენსიური ხდება, მამე, თუ უფრო ჯაგროვანი ხდება. მე ის კონდა სულ გადავიდე ხომ აჩემს რა მე თქვენ თანები გაქვს რაღაცა კი 28 წელს და უცბად 30 წელს გავხდი და უცბად ხო და ვიღაცები ხო არიან ბავშვები და ზურგზე წამოვიდა რაღაც ფრთები ალაგ-ალაგ რაღაც ქეჩები ეგ ჯერ ალაგ-ალაგ აქვს მე ხალჩა გახდება მეც ალაგ-ალაგ მქონდა ხო და ეგ პონტია უღრანი ხდება უცბად ხო აი რაღაცნაირი ჩიტი მახატიან კარგი მე მგონი თავისი ხიბლი აქვს ამას რა კი ბიჭო რო ვეფერები ხო და წამოწევ ხო ზაფხულში ხარ და მარტო შენ არის ხობსაც არა ევასე კი ხო ნუ ეგაცო ერთხელ კონცერტი ქონა და ამან შემოიპარსა კერძზე ბეტმენის ნიშანი გაიკეთა. ბიჭო, მე მგონი ეგ შენ არასწორად გახსოვს, ეგ მაგდენით მაგ დროს არ მქონდა ჯერცმა და მარკერით გავიკეთე და ის რო ვიტროსავდით, ეგ სხვა თამაში იყო. თალაჰაკბარ და რო უშვებდით. იმ დღეს გაიჩიტა. ეგ ამდენ წელი იყო მაგით დავიწყოთ ერთ წამი? 25. აი ხა გასაგები. არის მაც არის იყო. დამშვიდე. ანუ შენ თუ გონდია ეხა? არა, ბეთკი, აი მე მგონი რომ 10 წლის ფარგლებში აიტყოდით რა. არა, პრინციპში ეხა ხო რა. მე მაგით როზმოვიცე მე სად ვიქნები 10 წელს მაგაზე ვხვდები რომ ანუ თქვენი ეგ საფირმო ტრუკი იყო თან ის პონტიკი არ იყო რაღაცა მაესტროს არქივის დადება დაიწყეს და დადეს დილად ცნობილებთან და მე და ეს ვართ გარშე რა და მან აი ტელევიზორში რეები გადიოდა ერთი 40 წუთიანი გადაცემა და პროსტა დილით მე როგორ ვიღვიძებ და რაღაც სისულელებია და ამებს ვაჩვენ ნახერეები ვიცი და ვიტრუსავთ მას კერძზე. აუ რა კატასტროფა გადაცა. გადიოდა ჩაოლები. მაგ ყველაზე უხერხული რა არის? აი ესე რატო ვექცევი? სად ვნახო იქ? მაესტროს არქივია, ჩაგიგდე. თმას ვიწო კერძზე გადახო. აუ ფანელი. სასარგებლო ეს რჩევებია ხო სასარგებლო. ეგზისტენციალური კრიზისი მქონდა მაგ ვიდეოს რო უყურე. იმიტომ რომ მივხვდი რომ აი ვაფშე
ანუ რამდენი დრო გავიდა კი არა ვინ არის ეს ტიპი ვერ მივხვდი საერთოდ. აუ მართლა როგორი ნედლები ვართ ბიჭო რაღაც ბურატინო. ანუ არანაირი ის არ მქონა კავშირი რა ძალიან უცნაური. წარმოვიდგინე რამდენი რაღაც იცვლება წების მანძილზე თან ეხლა სხვა შენ ეხლა ვერ წარმოვიდგინე ვიზუალურად. მე მახსოვ ხარ მე მაესტროს მე ვიღაცა უყურებდა ხოლმე ეს ჩვენ ვიყავით ხოლმე მაგეთ ვერ ეგეც არის ხომ არა ეხლა თვალი შეჩვეული გაქვს ამაზე რა ეხანდელ იერსახეზე და აი მეც რო უყურე ბურატინოები შეჭრა მალვინა ბურატინო პიერო და ვიღაცეები ვართ იქ. კაი და შენ როგორ ახარ? მე ხსოვს აზი მოვიდა გაგათიშვილი ვარ ძალიან მცხელად და მივხვდი რომ წონა და სიცხე ერთად კარგი კომბინაცია არ არის რა. თან ამას რო უყურებ ხომ თავის რაღაც განახლებული ვარჯი აი ეს ტრენდრეზნურის ეპოქა რო დაიწყო ხო იცი ასაკში რომ მენა ფიტნესი და რაღაც ეგეთი ეს როგორ პონჩია იცი ლუის სიკეის სტენდაპი რო I know how this movie ends იცი Magic Mike-ს უყურებო და ბოლოს აღმოჩნდება რომ გეი ვარ არასდროს არ მიყურებდი ბოლომდე ხოლო მე მაგით მივდივარ მეც სადღაცას საბოლოოდ რო გადავწყვეტ და coming out-დები საჯაროში. საკუთარ თავთან. პირველ რიგში. დაილოდ. ერთ ანუ coming in და coming out გამო მე გადაიფიქრო. მე ვერთობი ძალიან მეგობარი მყავს რომელიც ცხოვრებაში ხალხს არ დაყერებია რა ისე დონეზე არჩეულია გუნდი ესე ვთქვა რა და ერთ ბოდო რაღაც ვაპარებ რაღაცებს ველაპარაკები ვანახებ რაღაცებს და ამას დაფიქრე რომ ისევ ხوار ვცადო რა კაერთი 30 წელს ვანახებ რა პორნო არა მოსწავლე ესთეტიკურად რომ აი საჭმოზე როგორც მომყვები ხო მე აი ამას ნახე როგორი კარგი სოუსი რაღაცა და ამაზე პიროვნებაზე რაღაც თვისებებზე შარმზე რაღაცებს უწევებ ხოლმე და მე ნუ უკვე ვიზუალურ აქცენტს ვუკეთებ ხოლმე რა ისეთი აი კულტურული ბეხრწულ ბიზნესობას გულებს ხომ ხო ანუ პოსტმოდერნისტულ ბიზნესობას გულებს ხომ ჩვენებურ ბიზნესობას ხო მაინც რომ ხო ანუ მაგასთან ხო რა რომ კი ფემინიზმი კარგი ხალხად მოყარება რაღაც ეგეთი მაგრამ მაინც გულებს იმაში ხარ ოდნავ კი ანუ მithumedes ასაკთანად მოდის და რა უწევს პირიქით ბავშვობის დროინდელი სანამ დაალაგდებოდა უფრო ჯამრთელად ცნობიერება იქიდან წამოღებულია რაც გამჭდარი გვაქვს და ეხა ასე მაგრამ ნორმალიზირებულია ხო ნორმალიზირებულია ეგ არა პირიქით ეხა ხო რაღაცებს სანამ რაღაცებს იტყვი მაგ თემასთან დაკავშირებით ხო ანუ წინასწარ ფიქრობ რომ არ გაგექცეს რაღაცა გაგივარდეს კარგ რაღაცებს ბაზრობს არა მე ხა ცდილობ თქვენი ვებზე ვიზრუნო რაღაცა ყლეობა თქვა რომ გავარდეს ნახვები გავარდეს მაგრამ მთელი ამბავი რაში არის იცი გინდა არ გინდა იმ პერიოდში გაზრდილი ადამიანებისთვის ეს რაღაცეები იმდენად ანუ დაღად ქონდა რა და ძალიან რთულია მაგიდან გამოსვლა რომ კორექტული იყო მაგ დროიდან გამოსული ადამიანი და ეხა პატარა თაობისთვის ძალიან მარტივია იმიტომ რომ უკვე დაალაგებულ იმაში გაიზარდა გინდა ნუ მეტნაკლებად ეხა პატარები 30 ქვემოთ გენაცვალე ძალიან ზომავენ ყველაფერს მეტნაკლებად ვიძახი ეხა რა მაინც ბაბლს ეხება ეხა ყოველ შემთხვევაში მაგრამ ეგ ხო ის ბაბლს რაც ეხება მე გადის რაღაც დროში იმაში მასაშის და ხა ჩვენ რომლებსაც იმინა ესე ქონა და დაკიდებული იყო ეგეთი რაღაცები რავი ნუ დაფიქრება გვჭირდება ხოლმე იცი რა რაღაცა ბუნებრივად არ არის რომ შებრუნდა რა საკეთებ ეხა ერთი ხუთ ანუ ტრამპის და ჩვენი საყვარელი ოცნების ნამსახურებით რა ეს პისი ცოტა პოლიტიკურობა გინდა გადასაკეთები გახდა და კი ეგრე გამოდის ხო ეგ არ არის კაი მე ანუ იცი პენდულუმია რაღაცებში კარგი არის იცი აი მოდი ხა რაღაცები ხო არის ანუ ჩვენზეც მოქმედებს ამერიკაში ვინ არის პრეზიდენტი რა თვარესავით ბიჭო არა ეგეთი საჯარო ტიპები ზოგადად მე ვიძახი რომ ეს ევროპული ანუ ეს დასავლური კულტურა რაც არის დასავლური კულტურა ოდნავ მოდუნდა ეხა რა ნუ ხო ანუ საღადავთები ისე სულ ელემენტ ანუ ლუის სიკეის რაც უქნეს რა რომ უსპად ყავდა ერთ დღეში გაგა ანუ ეგეთი რა მაგათ ეხა ის ამბავი ეხა რო გავარდილი იყო ეხა ბევრი ტოლერანტული ამბავი იყო რა ანუ ვიდრე ანუ მაშინ მოყვა და დაიწეპენდულ მაგეთხარეს ეხა ხო მივიდივარ ფაშიზმისკენ ხო და ეგ არ არის კაი ეხა ძლივს სადღაც რაღაცეებზე ვლაბ სადღაც შუაში შევშერდებით არა შუაში გავჩერდებით და უაჭრე ეგ რა არის ეგრე ახლა ანუ სოციალურად მიდის უკიდურესებისკენ მიდის მე მარცხენა უკიდურესებისკენ მე შუაში მოდის ცოტა ხანი კარგი არის იდეალური ბალანსი ეხა გავქანდით აი ლიბერალობისგან გადავხადეთ ფაშიზმს შუას გავწდით შუას გავწდით ფაშიზმისკენ მივდივართ ეხა რა მაგრამ კაი ერთი 10 წელიწადში უკან წამოვა ყველაფერი რა 8 წელიწადში ხო ნუ ეგრე დადის მიდი მოდის რაღაც პერიოდულად ხო ჯერ აქეთ გაღეზიანდება მე იქით გაღეზიანდება ჩვენ პოსტერ ჩვენ მოდი ვაღიაროთ რომ ლიბერალური წარმოდგენების ხალხს ჰქონდათ კაი თარეში 10 წელი ჰქონდა გულავი მაგრამ ანუ რაც მქონდა ანუ საქართველოს მეთმოთ იბოგინო არა ეხა მე ეგრე ვუყურებ ანუ რა ეს ხონდა როგორ უნდა შეხედო მაგრამ ნუ არ ვიცი ხანაირად მაშინ უნდა ომი გამოუცხადო რომ არ და ეხა იმათი ჯერია
მე ისე ჩვენ ჯერ იქნება, მე ისე მათი ჯერ იქნება, ეგრეა. ხო და სადღაც მაგ გავიზდებით ან დაუბლაგდებით ან რაღაცა, არ ვიცი რა მოხდება საბოლოოდ. არ დაბლაგდი ხა? ბიჭო, დაუბლაგდი რა, შეგუებები მაინც ხდება ცუდი რაც არ მომწონს, ხო რა. და ძალიან რთულად მეთმობა, ძალიან რთულად მეთმობა. ხო, მაგრამ ხო მაგაინც ბიჭო, გინდა არ გინდა, ეხლა როცა ვერ ერევი ადამიანს ესე და არ გინდა რაღაც ზღვარს გადალახო და ფიზიკურად მიასკდე პირდაპირ გაგებით. შენი თავი დათმო. ნუ გინდა არ გინდა, ხო, თმობ, მეც თმობ, მაგრამ თან იმის იმედით, რომ სადღაც გლობალურ ამბავში შეიცვლება და ეგ შეცვლის რეალობას აქაც, ვიდრე აი პირდაპირ შუბლიმიადო, რაც წინა გამოცდილებებით ძალიან მყარი დაგხვდება ეგრევე. კი და წინა გამოცდილებებით ვიცით ეგ შუბლის მიდებები სადაც ვთავრდება და ამიტომ ხო რა ვთმობთ, მაგრამ ნუ ისე თმობ ოღონდ შენი თავისუფლების და რაღაცეების ხარჯზე თმობ მაინც, ხო? და არა ის რომ დავთმეთ და ყველაფერი მოსულა იმათთვის რა. მოკლედ რა. ვიაროთ როგორც დავდივართ თავარი. მე ყველაფერს მას როგორც აი ამის ცვლილებას. აი ძალიან სწორად. აუ ისე კი ძალიან მომშივდა. ამ შენ დანახვაზე მომშივდა, მე მგონი მანქანაში რო ჩავჯექი რო გამომიარა უცბად მივხვდი რომ შიაში. პრეზენსი. გუში მეზობელმა გაგვიკეთა ხინკალი და შეგვიძლია შევწყვეტ. აუ ღატა, ოპა, მოხვეულია პროსტა. ანუ მოხარშულია. აუ დავაი ეგრევე ვხიოთ რომ მოვჩებით. რამდენია გაკითხავს რაოდენობაში? გვეყოფა. აი შენი გვეყოფა რამდენია ესე ნეტა? რა 1-20 ცალი იქნება რა. აგარი ზახოდი. მე არ ჭამშვიდ გაზმეს. ბა ლუდი აქვია მანქანჩას ლამ. ვიცი რა არის ანუ არა მე ვერ დავლებდი. ლუდი მაგალითად ძალიან კაი სპონსორი შეიძლება იყოს არხისთვის. ეგეც არის. აი ეს დალევს ლუდს. რაღაცები ხო რაღაცა. მაგრამ დღეს გადავწყვიტე ლუდი არ დავლიო. საერთოდ ეს ვარჯიში მაგდა ცოტათი მაინც მოვერიდი. მოხედავ როგორ გამოვედი ლუდიდან ვარჯიშს ვაპირებ მეთქი და თან ლუდი გვინდა, მაგრამ თან ვარჯიში როცა გქონდა იმ დროს ფორმა დალიო, თან აი ესე უნდა დაბალანსდეს რეკლამაც და ყველაფერი რა. ლუდი კაია რაღაც სიტუაციაში, მაგრამ ვარჯიშის დღეს არ მოსულა ხა ხო. ხო, ანუ სიგარეტიც ეგრე არის რა. სიგარეტზე საშინელება, მარა. არა, სიგარეტი კიდე სხვა ამბავი არის რა, ხო. იმიტომ რომ სიგარეტს თუ გაქვს, ეგ კულტურა ხო ნაკლებად გაქვს, ეგეთი მიჯაჭვულობები, რასაც იწვევს რა სიგარეტი და თქვა რაღაც მაგდაგვარი გრძელვადიანი დამოკიდებულება რა. ჯობია საერთოდ არ მოწიო თუ შეგიძლია თავიდანვე არქნა რომ მე არ მოწიოს ეს წვალი ხა მაინც ასმელი კიდე სადღაცას კულტურულად მოხმარება უფრო შეიძლება ნატო თამბაქოსი რატო არ შეიძლება ბიჭო რა მე არ მინახავს არავინ თამბაქოს კულტურული მომხმარებელი ძალიან იშვიათად კი ნახავს მე კულტურული ანუ შეიძლება უფრო სიგარის მწველები არიან შეიძლება არ იყოს კულტურული მაგრამ ხმები რაღაც ეპიზოდები აქვს კულტურული რა ეგ სხვა ამბავი არის ანუ აი ანუ გახვედი გარეთ საუბარი ნეტვორკინგი რაღაც ნამდვილად რაღაც აქვს ხო მაგრამ ეგ ტიპები თქო კითხო კინემატოგრაფიაც აქვს მაგას ძალიან კითხო ძალიან რომანტიული არის საშინლად და ნუ მე გინდა არ გინდა რომანტიზმით ვიწყებ და მე ვჯდებით და ანუ ხო ბევრი გინახავს რომ სვავს მარტო ისე რაღაცა გართობის სიტუაციებში და ვინმე ეგეთი მწეველი გახსოვს გარშემო ვინც ისე ეწევა კვირაში ერთხელ? კი, ეგეთები არიან. მე სიგარის მწეველები არიან თითქოს ეგ. არა, სიგარეტს ძალიან ბევრი ადამიანი ვინც აი უშუალოდ იმ მომენტში ეწევა როცა სვავს ხომ მარტო მაგალითად. სიგარეტს აგე კულტურა აგიდა. ბიჭო და მუსიკის თემას რო დაუბრუნდეთ რომელიც არ დაგვიწყდა რა რაზე ზიხარ ხა ეხა ბოლო დროა მაგისტვის იღებტერებას ნახო იმიტომ რომ ეს რა მახსოვს ხებიცები არა ბევრ ამაზე ვზივარ მაგრამ ცოტა მე ხარ თავისით გააზრო ეს ცოტა გამოჭერის პონტი გვაქვს ხოლმე რომ აბა დალაიქებული ბოლო რა გაქვს ამას ნანახია გადაცემები და უკვე წაშელია კაკაშკები არაფერი არა აი ერთი და შეიძლება თქვა ძალიან წყნარად მე ვარ ადამიანი რომელსაც იმენა აი ტრეში არ აქვს Spotify-ის რეპეტიროარი ხომ ხო იცი რა და აი მეგობრები მიყავს ეგეთი რა ხო იცი რა რო კითხო ძალიან ინტერესant და უცბად გახსნი Spotify-ს და მეორე ადგილზე რაღაცა Benson Boone და ვიღაცები არიან ხომ და რაღაც და მეოთხეზე Bowie-ა ბაზარი არ არის მაგრამ პირველზე ის Harry Styles-ი მე დამემართა აქ ვიღაცას გავახსნევინეთ და მე ჩემსთანაც ჩავიხედეთ და Billie Eilish პირველად ესე ვიღაც დავასეი და Billie Eilish მოგდა ჩემთან. არა, ეხა ამ ბოლო დროს ეხა რო გავხსნა საშინელება. თუ გინდა ესა რეპტი მოგცე თუ ის მოგცე? არა, შენ თვითონ ისქენი. არა, კაი. მაგალითად ბოლო დროს ახირება მაქვს ესე Tragically Hip რო არის ბენდი იცით? კანადური ბენდი არის, რომელიც მარტო კანადაში არის ცნობილები. და არის როგორც აი ძალიან გარაჟ როკის და რაღაცა ეგეთი და ცოტა ის შუახნის კაცური მუსიკა არის რა და ალბათ ასაკთანადად მოიტანა ეგ რომანტიზირებული ისეთი რა და აქვია ნახა ჩართვა ალბათ არ შეიძლება იმიტომ რომ დაგვა კოპირაიტებს ისე
15 წამი შეიძლება თუ რაღაცა არ გავრისკოთ. არ ვიცი. აი. ეგა ლინკებს დავდეთ თქვით. და რა ძირითად ვადაშორის რა ქვია აი ძირითად აი ნილაფურიანია ჩემი ბოლო დროს იგიც არ ვიცი ვინა. ეს ისეთ რაღაცებს აძრობს. რაღაცნაირ როკ-ენ-როლში ხარ ისე. მე ზოგადად ხალების როკზე ბოლო დრო მაქვს, ბოლო დრო არა 5 წელი მაქვს მასიური შეყლება. იმიტომ რომ გუწვად გონია რომ მომოვალი როკის არის ხალების რა. იმიტომ რომ მაგალითი არ ყავთ ხალებს საერთოდ. აი ხოთი კაცებს ყოველას მისაბაძი ვიღაცა ყავს, სეგმენტია რა. აი შენ რომ დრო იწყები. თუმცა ვერ ვიტყოდი რატო ჯოპლინები და რამდენი იყვნენ ხალები. არა ჯოპლინი და ჯოანჯეტი კიდე. ბიჭო ანუ მარტო როკში არ ვიძახი. მე რატო ბიჭო რატო იყო მაგრამ ნუ ცუდი იყო კორტინლავი კაი ხარ. ბიჭო პირველი ალბომი მოსმელი გაქვს ჰოლი. აი მაგოსმენი მაგ და ოკეი მაგრამ მის თამინდა რომ ანუ ხოთები ხე 4 აი 10 თუ ჩამომითვლი ბრავო. როკ-ენ-როლში ვიძახით მარტო. როკ-ენ-როლში ვიძახი ხო რა როკში ვიძახი და როკ-ენ-როლში რა. 5-ზე მეც ვერ ჩამომითვლი. და ანუ 5 საკმარისი ანუ იმდენად არ აქვს დაბინძურებული ინსპირაციის მხრივ და იცი ინსპირაციას კაცისგან რო იღებენ ვაფშე მაინც სხვა რაღაც გამოდის სრულიად რა. და მაგიტო თანამედროვე როკები არის ძალიან მაგარი. ანუ აი მარტივად რო იყო კარენო და იეია რო არის ბენდი. ეს ვიცი ხო. თეთრ კინაღამ შევაგდა კიდე. იმენა. კარენო ჩვენ აღარ ვართ როკერები გვაქვს. არა მეგონი აღარ ხართ. ანუ თქვენ არის ეს მესმის რაღაც მომში. მაგრამ ანუ ქალების როკი მაინც სხვანაირი არის. ხდება იმიტომ რომ მაინც ნარევი არის რაღაც ჟანრების რა. სენტვისენტი ხო ვითომ როკია, ბომდ როკია რა თავიდან იყო რაღაც ეხა ძალიან ეხა პოპი გახდა ჩაოლობი. მე ხარ რაღაც ალტერნატიულ პოპში, რავი, ქალების მინა დინასტიები მოდის. ხო, მაგრამ ეხა როკის დეფინიცია ხო ძალიან ფართოა მაინც რა. კი, ხო და ალტერნატიულს ვარქმევ ხა მაგას და უკვე ძალიან ბევრი. შეიძლება არ დამეთანხმოთ, შეიძლება მაყურებელს არ დაგვეხოს, მაგრამ არ დამეთანხმოს. ქალები კლასიკურად როკს რო იწყებენ, აი შენ რას თქვი კაცისგან აღებული ინსპირაცია ძალიან უხერხულია. უცნაურია ხომ ხან აი იმიტომ რომ უხერხულად უჭირავთ გიტარა, ანუ არ არის მაგის. ხო რა, მაგრამ როცა თავის მიმართულებას ხმიან, მაშინ სასწაული გამოდის. რაც მაგალითად აი სენტვისენს ქონდა, სენტვისენტი იმინე, ხო, თავიდან იყო, აი ვაფშე სალკე ტიპი იყო, კაროჩი. აი რაღაც სტოიციზმით და რაღაცები, აი სერჯენს სიმღერა როგორ აი სასწაული სანახავი. არა, რა ქვია, ანუ არის ხა ძალიან ბევრი პლეილისტი მაქვს Spotify-ს გაგიზიარებთ მე რა. ესე Future of Rock is Female რა, ეგეთ პლეილისტი არის, რომელიც აუ. აი იმდენი კარგი ისე რა ქვია, არტისტი არის, თანამედროვე ქალებს რომ აი ცოტა ამჯერა. მაგრამ ნილაფურიანი აი არის ალბათ რავი ჩემზე პატარა იქნება შეიძლება 27 იყოს 28-ის გოგო აი სახეს იხევს. მont იცი რომ ცოტა მიდის სინთპოპისკენ, სინთროკისკენ მიდის ცოტა რაღაც, ნუ სინთროკი ხო ხა მოდაშია ზოგადად ძალიან სინთი ბრუნდება. ხო და უამრავია თქო ესე ხა თანამედროვეობაში რავი, ძირითადად მე ქალებს უსმენ რეალურად მართლა. ძალიან კარგი. ანუ ეგრე გამოდის. შენ ისეთ პროფესია გაგჭირდა. ეგეც გონი ასაკობრივი ამბავია, ხო ხალი როკი მეერეს სიამონებს რაღაცა რა. ბიჭო, მე კიდე გავოცდი შენ ერთხელ მომასმენინე ეგვიპტური, არაბული, რაღაცა ირანული ფსიქოდელია და რაღაცები ძველი. კარგი. და პლეილისტში მაქვს შენ რაღაცა. მე მაგაზე გართული, მე მიყვარს ძალიან მაგაზე მაგ დაბოღმილი ვარ რა. ხაი ხო არის რაღაც ივერიას აქვს, რაღაც სიმღერები, დიალოგს აქვს რაღაც, მაგრამ აი ეთნიკურ ქართულ მიქსი როკთან და პროგროკთან და ფსიქოდელისთან არ არსებობს ფაქტიურად რა. და ყველას აქვს გარშემო. დაჟე სომხებს ხო ჯაზი აქვს და თავისი რომელიც კალიფორნიულია მართალი, მაგრამ მაინც ხო. მაგრამ თურქებს აქვს თურქული ანტონიური როკი, ზამბიას აქვს თავის როკი, ხდები და ჩვენ რაღაცა მენა 70-იანებში რაღაც ან დაიკარგა. ბიჭო, რატო 70-იანებში მაშინ ვალერა და ვალერა ხო არა. იცი რა თანაწერია. მაგას ikrebod, მაგრამ ქართული თემატიკით მამეთ კი მე გამიგია და მაშინ მომასმენი რაღაც აი მამაჩემის ვია და რაღაცა ეგრე მეც გამიგია რაღაცა დევი თუ რაღაც დევები თუ რაღაცა მიუზიკლი კონდათ მე მგონი ვალერას და სულიკას და ვია 75 წაუროკი არის ვია 75 თუნდაც ნუ მაინც დავარცხნილი ხო მაგრამ აი დოლგარმონიანი როკი იყო ანუ ისეთი რაღაცა რა ცოტა საესტრატო როკი იყო რა ქვია ხო და შეგილია რომ ეგენი გაგვიზია რომ კი მე მინდა ისედაც პლეილისტში ჩავხედავდი და მე სიამოვნებით მე ჩემ გაერთეთი ჰობი არის მუსიკის გაზიარება ხალხისთვის აუ ერთი ტრაგედია დამემართა ის ნაუშნიკი რო დავკარგე ცალი და ძალიან ტრაგიკულად განვიცდი სანამ არ ვიყიდი ერთი ყურით ხარ წარმოდგენილი ერთი ყურით და ერთი ხო ბასიანია უფრო და მეორე უფრო მიმართა იქნებ ფილმები გაჩვენე მეორე ხო ის არის აი იმეს პამხელა სპონსორი ეგეთი კაი პოდკასტია ხო ერთი გამოვყავით Sony-ს ან ვიღაც BMW მოვადრო თვითონ სპონსორები ჩადებენ ხო არა ეხლა სწორად ძირითადად აი ანუ
ნინო ფერე ვიღაც არ ვიცი ადრე ბახალასკური ორი არ მოიტანო შეჩი არა ჩვენა ყური ის გვინდა რა ქვია მაგას ყურსასმენი ორი არ მინდა ყურსასმენი აუ ეგ ძალიან კაია სულ აქამდე რატო არ იმაში რატო არ იყო ვინახავთ ეს ხო არა ძალიან ხანია გააკაშკარა რავი ნუ აშკარად რო გჭირდებოდა თასო რაღაცა ხმიანობა აჰა მიდილსებ გარეთ ხურზე რა ქვია აი მე ხარ ისო გავაკეთე მე მაგაგიდია მუსიკა ძალიან მიყვარს მაგრამ მესმის რადონეზე ცუდად ვაკეთებ რაღაცებს ხოლმე ეგ არის როგორ კარგია რო გესმის არა ხო ერთი ისა რომ ილუზიაში ვარ არ ესმის ეგ ხო მაგრამ რამდენმა ითავხედა და საბოლოოდ შედგა მაინც კარგ მუსიკოსად ეგეც არის აი ვიღაცები არის აი მაგალითად ფლეიმინგლებს ხო ისე იმინაყროა აი ეგეთ ყრუს მე არ ვიცნობ კაცი ბიჭო ჩვენ რეალობაშიც ბევრს არ ქონა ეგეთი დავარცხნილის მენა და გააკეთეს ობა ღერის აი ხო აი ენტონი კიდის ხო ყრუ არის მაგრამ რეპავს ძირითადად რაღაცნაირად მალავს ამ თავის სიხურულს და ეს ღერის ბიჭო ბალადებს და რაღაცებს რა არა მართლა მაგრამ ტიპებმა გაატანინეს და მაინც იმინა რაღაცაზე არტია შეკრეს ვერ მაგრამ ეხა ეგ რო კარგად ღეროდეს არ ვიცი რამდენად არ იქნებოდა გითხრა ისე რა აი მაგაზე მაქვს სულ რეაქცია ისინი ხომ შეჯიბრებები აი ისინი კონკურსები რო ახლა მუსიკალური ხო ექსპრესიულად სიმღერის უნარში რო აჯიბრებენ ხომ და ტიპიზის ჟურიში ვიღაც ვინც ანუ ტიპობის გამო გახდა ცნობილი და არა იმიტომ რომ სიმღერა შეულიდა აი მარაზმი არის ხომ სიგიჟია ხო მე იმაზე ვარ შეყლევებული ბიტბოქსერების ისინი რო არის ბეთლები რა თუ რა ქვია მაგას PvP ბატლი არა ბიტბოქს ვინც აგეცებს რა ბიტბოქსის ბატლები აი რაღაც ტრანი ხმები რო აქვს გულის ბატლებს არსებობს მე რობოტის ბატლებს უყურებ რობოტების ვარგინა ხო მე მამლების ბატლებს უყურებ რობოტებს ანუ ეს იმებს რო აკეთებენ და ეგ რობოტებს ძალიან კაია ერთხელ კოკფაიტზე არ გიათ ნახვა მე ძალიან სულ მინდა რა აზეშ ეს პროფესიონალია კოკფაიტის კოკფაიტი არა ეგეც კარგია ძალიან მაგალითად ნახავდი მაგალითად თუ გააძრებს არა მაგრამ აი ტაილანდში მაგალითად არა მუღამი მაგალითად ორი მამლის ჭხობზე მიმაზაო ეხა ვიყიდოთ სათითაო მამალი გავზა აი მეზობელს ყავს მაგარი მოჭხუბარი მამალი ეს პროსტე ბრაზილიანია მოჭხუბარი ხო და ეგ არის ბრაზილიანი ყოსტა და კაგარი რაჭამე ძრიერი დანზე რა და აი ჩვენ თითო გავზარდო ჩვენი მამლები მე ჩემი მამლები რატომ ეს არა ლეგალური ალბათ საქართველოში აი ჭუბაკ არ იქნება ჭიკა ბიჭო არა მგონია მაგის პრეცედენტი იყოს რომ ხონდა ვიღაცა დაეშავებინა უნდა აუ ისე ხო ამოიგი რა 40 კაცი გიხართ და ორ მამალს უყურებ ერთმანეთს როგორ ხოცავენ ეხა ვიღაც მართა ამის გადამკიდე ჩვენ ლაპარაკის იყიდის შეჩემატა აწდება მთელი სისხლიანი ის რა ქვია ეგეთ რაღაცა აი ისიც მეოსება ხო ცალ პადვალში რო კამათელს აგორებენ კეთკედაზე მეტყვით ხურდის მიგდება კედელთან და ეგეთ რაღაცები და სახს მომაზავენ მაგაზე ხო კაკრას მაკით მივდივართ ეგ პერიოდი გვიდგას ნენელა მამლებს გავსდით შეჩემ ფულის გასაკეთებლად არა მინდა რაღაცა ჩვენ ვაჭხუბოთ მამლებში არა და ნაინს შევინაჩვენეთ კულტურული ნაწილი კვადრატის რაღაცა ტაკამდე ეს გადაცემა მოიგებს ეს გადაცემა თავისას მოიგებს სებჭრადა არა კვევით ლინკი სხვა გვერდზე ის ხო რაღაც ოფერები ხო იყო რომ ვიღაცა თუ რაღაცას რო იძახდი რა რაღაც არხზე იდებაო და ვიღაცა ვინც მაყუთი ჩემოდის ინდივიდუალური მაყურებელი რომ იმას ნებულაზე იძახე ხო არა ნებულა პატრიონი და იქ დავდოთ კოკფაიტი აუ მოდი რა პატრიონი პატრიონზე კოკფაიტები და ლაივში და იმაზე ვისაც უნდა ბახალას კოკფაიტი ნახოს პატრიონზე ბულჯაგვირიც არა ბახალას აბა კოკფაიტი უნდა იდოს მაშინ იმაზე რა ქვია მაგის შესაბამისი ის არხიც ხო არა არა ერთი რა ქვია იმ არხს ვითომ არიცი თუ რა არა OnlyFans ხო რა გინდა კულტურული ვარიანტი OnlyFans მოდელინგისთვის არის ხო ისე შენ რო OnlyFans-ი გააკეთო ბიჭო მაგაზე მიფიქრე ხა რომ გაჭირდა უცბად პროსტა ნუ რაღაც ეხა ყველა ვარიანტი დავიწოვი აუ ისე ძალიან რაც უნდა სახედაო მაგალითად სმუკი რო გავაკეთოთ OnlyFans-ი არ შეიძლება ბიჭო
ვაფშე ესეთი მონტია. ბიჭო, რეკლამა გავა. მაგრამ ეგ იცი როგორ მუშაობს? რეგიონში მასშტაბი თუ პატარა გაქვს, ცუდად მუშაობს, ან პატარა გამომუშავება გაქვს. არა, შეიძლება რეგიონი დაკეთო. მე ყავს ნაცნობი, რომელსაც ჩემ მეგობარს ყავს ნაცნობი, რომელსაც OnlyFans-ი აქვს. ბევრს აქვს. ო საქართველოს დაკეტილია და მარტო უცხოეთზე მუშაობს. არა, ჩვენ რეალობაშიც არის უბრალოდ. ნაგდენი არ ვიცი, მაგრამ მე ესე ვიცი ხო. ან ძალიან ბევრი ჩამოსულები, უფრო ძირითად შემთხვევაში და აკაურებსაც ბევრს ვიცნობ, ვისაც აქვს გენაცვალე და ნუ გამომუშავება რაღაც $1000, $1500 ფარგლებში აქვს მაქსი. დღეს გავაკეთებ OnlyFans-ის აკაუნტი. არ მიღირს რა მაგ ფასად რა. დღეს ხიე ხო. ხო და ამ გადაცემის კომენტარი მაგრამ მარტო პორნო კონტენტი არიდება OnlyFans-ში. არა ეს დავდოთ. დავაი ხიოთ ავითვისოთ იქაურობაც. ვაფშე დივერსიფიკაცია. Pornhub-ზე დადეთ რა გინდა. Pornhub-ზე რეკლამას გავუშვებთ. აბა რა. სექშოპების რეკლამები რა. გინდა რომ გაგეზარდოს. ასო უყურეს მუკი პოდკასტი. მაშინ შესაბამის კონტენტი. ვებარი წამალი არის. გაუშვათ. მაშინ მე ჩემი თავი უნდა გავხსნა ბოლომდე, მანდ რომ მანდ 5 წუთი ბოლოს რუბრიკა იყოს. ექსტრა ისა და ექსტრა მატერიალი უნდა იყოს ხა რა. კი, всё. ან როგორც ის softcore variant და hardcore variant უნდა იყოს. აი ცოტა იქიდან იმ პანთეონი და თუ რა ქვია იმას. აი როგორ ზეგავი თვითონ გაგინოთ ხო რა სულ ძახთ ხომ აი ეს არის ადგილი პანთეონი რომელი პანთეონი ო პატრიონი და შეგვიძლია პირდაპირ მივლინკოთ OnlyFans-ზე გადადიოდეს პაპა და 5 წუთიანი მოდის და პახოდო გაზიარებული არის OnlyFans-ზე და ორ მაგი შემოსავალია შეჭი ანუ Patreon-ი გავაკეთოთ და Patreon-ზე თუ გინდა და OnlyFans-ს ლინკი და დონებად არის რა basic-ი აქ არის და მე ეს კოსტეს შეგვიძლია OnlyFans-ზე მე პორნჰაბი explicit version-ი და სხვა მე პორნჰაბზე ამ პრემიუმზე და აუ ხალხო თქვენ რო იცოდეთ აქ რამდენი რამე იჭრება გადაცემები ეს არ უნდა ეს არ მოიჭრება არა იჭრება იჭრება აჩ თვეში ერთხელ ქონდეს გაჯმარა გაჯმა ჰაუ გაჯმა ჰაუ მოგეთ სექშოპებიც კაი სპონსორები შეიძლება მიგაგიჩქარა. არის 1-2 არა. არის 2-3 მე ვიცი. შეგვიძლია სო მიმართოთ, მაგრამ რაღაც გონია დაბალი აბაროტი აქვს ჩვენ რეალობაში მაგრამ. არა მგონია. პირიქით ჩვენ რეალობაში გონია რომ გადამეტებული აბაროტი ეგეთ შეგზნება. მაგრამ ისე ხო რომ ვაკვირდები ყველას რაღაცა აქვს სახში. არა, ეგაც ხო. პოსტა ეგ უცხოდან გამოწერის ამბავი. კვარანცოზე ცხოვრობდი, პირველი სექშოპი რო გაიხსნა, შესვლა ღირდა 50 თეთრი. მართლა ყველა რო არ შესვლა, ბავშვები რო არ შესვლა. არა, ამათ პოსტერში ხერხი და არ მოუხდი მაგ დროს. პრესტო ვერ მოასწარი, მალე ალაგდა. ეგ ის არის, ყველა კომერციული დოშობთ კავშირი შეუვარდა მაგათ. ხო, ეგ პერიოდი. აუ, ეგ ჯერ კიდე 2000-იანები თუ უფრო მაგარი 2000-იანი არის. იმიტომ რომ მე ველურა მაშინ ეგ რომ მოხდა, ხო. ერთი, ჰა. ხო და მაშინ მე მახსოვს და მე რაკი მახსოვს იგი ძალიან მოდ არ იქნება რა. ხო და მე ხა ბიბინებენ დღეს მაგრა უკვე. არა. ნუ იმიტომ რომ ხო, რატომაც არა რა. დაჟე ისინი აქ ფიზიკური მაღაზიებიც არის, პროსტა გამოწერა კი არა, შეხვიდე, მიხვიდე, დატყობე რა. სადღაც ვარანცოვზეა გაგრა შენ სახლთან ზემოთ და კიდე ბათუმიდან რაღაცა მხოვანი. ერთი გორში უნდათ, ერთი იმაში, სად ბაზრობდნენ იმას, ქორწინების საკრძალო რო წავიდა, გეიკი. აი, იმაში რა ქვია. ქარელში კი არა, რაღაც ეგეთი. სად იყო მართლა ეს გეიქორწინება რო ვაგზავნეს? არა, იმაში ქარელთან არის. კასპი. მაგაც ერთი სახევია რა. გამაზული მე ყველაფერი. აგიტო საგურამოში ცხოვრობს შეჩემანო. სამაგერად ხო ყვები. მე ვიცი აქაური ამბები, რა გუშინი ძათრნენი ჭხუბეს რაღაცები. არის ეგეთები, მოდის. ой მოჯახში რა. აი ეს ყვები მე სამეზობლოდან იმდი. ეს მის რა ყვებიან შეჩემ მაგრამ მე. ასე ჩუმეში ყველაფერი. აх, მამაღლა, და ის ყვებიან. აუ გადა ვაფშე. მე აქ უნდა გადმოვიდე საცხოვრებლად. უნდა ვინტეგრირდე საგურამოში. ბატუტი მაგცმა. აუ რამდენი ინფორმაციას მოვზი და ხვდები მე. ბატუტის გვერდზე აუზი გაქვს. აუზი მაგ. ბატუტიდან გადახტები აუზი. აი ეს აუზი მე არ მაგმაყოფილებს დიდი აუზი გვინდა. იმ დღეს ლიკა მანახა რაღაც კაი. ხო არა, იყიდება. ბატონიოს არის ვებსაიტები, რომლებიც კიდე და სპონსორშიპად გამოდგება რა. ეგეც არის, ხო, კაი. აუ. ჯაკუზი გაყიათ, ჯაკუზიდან ისე რა. ვაფშე ის ხო არ გავაკეთოთ, სტუმრები იქნება არ გვინდა ჩვენ სამნი ვიჯდეთ სულ. აი ისე ჩალიჩობს თან სპონსორებს რაღაცა. ეს ცალკე ის არის, რა ქვია, ცალკე რაღაცა სხვა პორტრეტი კი არა და რა ქვია, ეს პროფილი არის ესეთი პოდკასტი. ნიკორასაც აკეთებს ნიკო და ჯიმი როზიან. სულ ორი კაცის არავის სტუმარი არ ყავთ, პროსტად ლაპუნობენ, რაღაც
შემოგარენზე რაც ხდება იმ პერიოდის. ნიკო რა იქნება ჩვენს? აუ თან შენ მოყვებიან ნიკორა არა, ნიკორასთან საჭმელები მოყვებიან ბევრნი, ისედაც ფიზიკურადაც მოყვებიან და პახუთ სპონსორებს რაღაცა დაიყარენ, რაღაც ტენკეში მოგზაში, რაღაცა არ მუშაობთ თქვენ გაგიდეთ. აი ნახე რა კარგი იდეებს გვაქვს. დავიტოვოთ მესამე სამი წამყვანი ვიქნებით გოგო. მამე დავით და კიდე ერთი საჩავაკვეხოთ პროსტა. ყალთაში ჭავლე. რაღაც რასადროდის იმაში მოვიყოს მაშინ. და ისე რომ ჯამში რომ ალბათ 13 წუთი ლაპარაკი შეხვდეს სტუმარს მეტი არა ხო ცოტა უნდა ცოტა ალბათ. ეგ არა სტუმარი. ნუ ისე რა დამსახურების მიხედვით თუ დაიმსახურებს გამოუყოფ დროს. ზეყს ვაჭმა. ვაფშე ერთ ხაში დავშდე ჩვენ და მე დაკითხვაზე მოვიყავართ ხოლმე დავაბულინგოთ. თელი პროსტა ცუდი რაღაცები. ბავშვობაში ხო ეგრევე ცხოვრობდით, ეს დავდიოდი და ყველას ვაბულინგი. აუ, პროსტა რატო ვექცეოდით ხო ეს. მაშინ კაი პონტი ხო დაბულინგება ხო. მაშინ აბა აი ბიჭო, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზულად გვაბულინგებდნენ ქუჩაში და მე ჩვენ ჩვენ იუმორით ვაბულინგებდით ხო ფიზიკურად. ეგრე იყო, ხტები ისინი ხორცს გიზიანებდნენ. კი ეგეც არის. ეგ სხვა მოხდები. ჩაგრული ბავშვები მე ბევრად სასტიკები ხდებიან ხო. ვიყავით ჩვენ სასტიკები. შენ მოგიწია ისე ეგ რეალობა, აი ქუჩა, რამე სკოლა, ჩემი და შევიცი რაღაცა. უხვად. დანებით რაღაცებს მომხდარია, რა. კი, მაგაში ვარ გასწია. ეგ მენატრება რაღაც, ისე რომანტიკით უყურებ უკვე მაგ პერიოდს. კი, ხო, მოვიდა შენ. მენატრება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა რომანტიკა ქონდა ხო. ხო, და შევხვდებთ აგერ მოვიდა ეგ დროს. რა რომანტიკა ქონდა? იცი ხო საშინელება ხდებოდა, მაგრამ რო იცოდი რომ სადღაც მეგობრები ყავს, კარჩა, იმდენად ფასეული შენი თავი გევასებოდა ცოტა ასას ტიპად აღიქონი თავს რა. ანუ რაღაცა სადღაც შენი სამყარო ჰქონდა. შენი და უბრალოდ ჩვენ მალავდით და რაღაცა კითხმე რომ რაღაც შემოსულიყო რაღაც და მთელი ამბები არა ჩვენი ბავშვობა ხო ორად იყოფა რა ის სადღაც სკოლის პერიოდამდე რომ შენ ჩართულიყავი გინდა არ გინოდა იმიტომ რომ იქ გარემო იყო და მეორე იყო უკვე ცოტა შენი თავი სხვა მხარეში რო აღმოაჩინე და მე მაგას დაშორდი და მე უკვე შენც ჩაგრულობაში გადიოდი იმიტომ რომ საყურეების და თმების გამო ხშირად იყო შენი ცემატყება არა მე მომიწია ხა სკოლამდე ცოტათი აი ეს არმატურების მალვა და სკოლა და რაღაცეები რა და ეგ ფოტოშოპში ჩემ უნივერსიტეტის პერიოდშიც კიდე ალაგ-ალაგ მაგის ნიშნები იყო კი ეხაც არის ხოლმე მაგრამ ნუ ეხა ვიღაც ზოგადად ხომ მაგაზე просто ჩვენ რომ მე პირადად რო გამოვედი მაგ თამაშიდან საერთოდ ანუ მეგობრები მაინც ყავდნენ და ალაგ-ალაგ იმათი გადამკიდე სადღაც რაღაცეებს ვესწრებოდი მაგრამ ну აი ძალიან კატასტროფა იყო უკვე ეს იყო რაღაცა საერთოდ რომანტიკული აღარ იყო და ბავშვობაში სადღაც არა ხო რომანტიკული არის მაგრამ ანუ ყველობის საშიშროება არ არის კი ხო და რავი ეხაც სუნი მცემს რაღაც სუნი მცემს ხილულად აჰა არა იანები აი არ გინდა ეს სიერი ევროპა რა ერთი მაგათ სიერი და ბიჭო ისე მამენ ჩვენს გადავეწყოთ ისე ჩვენ პროსტა გვიჭირს ტვინის გადართვა ქართველები ვარ თუ რა ჩმურები ხო ვართ ამას დავძაბოთ რაღაცა პუნქტები რაღაცა ეგ არის იმიტომ ვარჯიშობში ეგ ველური დასავლეთია აქ ველური დასავლეთი ისე რა ქვია იმას ეხა ალაგ-ალაგ ხო გვაქვს ხოლმე გატაცებები ამ ბოქსიდან რაღაც ფიზიკური იმითი რომ ცოტა ძლიერები იყო ჯანზე და მაინც რო ფიქრდები ხოლმე იმდენად და იმდენი ხანი არ მომწევია მაგ ფიზიკურ კონტაქტებში შესვლა რომ საერთოდ რავი მე აღარც შემილია მე ესე მგონი რომ ადამიანს ფიზიკურად ეს ბოლოდ შენ ხარ იმ დემოგრაფიკის წარმოადგენს აღარ უწევს სექტორს მე როგორც სერვისის ინდუსტრიის ადამიანი ვესწრები ყოველ კვირა კვირას აი პარასკევს მაგალითად ყველგან 4-ის მერე ხომ სადაც ხანხმრობა თელქალაქში რაღაც თქვენთან იმის და მიხედავთ რომ ძალიან ჰიპსტერული გარემოა 4-ის მერე ხომ არის ხომ რაღაცები აი 3-4 ხო 3-4 4-ის მერე გარეთ რო ხარ უკვე ისმინე იქ ტერიტორიაზე იძახი თუ მაგ რესტორანშიც არის 19 დაცვა ყავს მაგისთვის რომ ვიღაცა უცნაურობა არ გაქვს ნუ დათხრებიან გამოყოლება ეგ არის თქო როგორც აი გონია რომ ხო აი კამანდერ მეც აი უყურებ და აი ეს არა ვიღაცა ჩვენიანი რიგზე აბსოლუტურად ნუ ვიღაცა ყველა იმაში ძალიან მოიხოდა ხო თქვენი ფაქტი არ ვჩივით ხო კი ხო მაგრამ იმის გარდა რომ თქვენ ხართ ცეხი და კიდე არა ცეხი ქვია უკვე თლიან ტერიტორიაზე რა აი მოდი distinction-იო ცეხი ქვია თლიანად როგორც როგორც ეზო ნუ თქვა იმიტომ რომ ეგ იმენაინდ ვიღაც TikTok-ზე თქვენ ხართ ზეჩე
არა, ჩვენ ვართ სასადილო ვართ. აუ, ყველაფერი ვერ ზეჩი არის იგივე ცეხი, ხო გერმანულად. ხო და მე ვერ მივხვდი. არა, ხო, ჩვენ ვართ სასადილო ვართ. ეხი ტერიტორიაზე ხა არის რაღაცები იხსნიან და ყველაფერი ცეხის ტერიტორიაზეა რა. სახელი დავთმეთ ესე ვთქვა, ჩვენი სახელი რაც იყო რა. დათმეთ კი არა, თლიანობას დაარქვით თქვენი სახელი. ხო, ისე მეტი ანუ კუთვნილება აღარ ნუ თავდაბლო. დაარქვით თელ ეზოს. ბიჭო, არა, იცი ატო თავდაბლობა იმიტომ არ გამოდის, რომ ვიღაცამ რაღაც რა აურიოს, ხო? სახელს ზემოქმედებს ნეგატიურად რა. ეგეც არის. რეგმენტი, მაგიტო არის დავთმეთ სახელი რა. მაგრამ ვინც აურებს იმას ჩაწევთ და ახალ შემოიყვანეთ. ანუ ეს არა ზოგადად თუ ჩვენი მეგობრები არიან, მაგიტო ანუ არავითაც დიდად არავინ არ აურა. ისე მულტიფუნქციური გახდა გაასწორა მაგან რა. იქ ბევრი რაღაცაა და ესეთი. და მე მგონი შეიძლება ითქვას ფაბრიკაზე მეტად მულტიფუნქციურიც გახდა. ანუ დიაპაზონით რაოდენობით კი. იმიტომ რომ როგორც ფაბრიკას რა არა, იცი ან მოცვი. თეატრი არა აქვს და თან იცი რა სივრცეების მიხედვით იმდენად განსხვავებული სივრცე გვაქვს რა რომ ყველა ტიპის ადამიანი პოვობს რაღაც თავისას. ცოტა აღრევას იწევს, მაგრამ ჩვენ ვყურებთ როგორც შვეიცარიას ესე ვთქვათ რა. რაღაც ბენეფიტები მაგას აქვს, იმიტომ რომ აერთიანებს რაღაც პონჩი ხალხს რა. ხო. ეგ ხომ კიდე აღჭურვებს კიდევ ეცხომ, მაგრამ ნუ ახლა მაგის გარეშე ახდება ხომ როცა 1000. ძალიან კაი ის მუსიკის წერტილიც რო გაჩნდა იქ. აუ იქ ეს სამი მუსიკის წერტილია დამოუკიდებლად. ხო, ქაოსი არის ბარი, კასპერას ბარი რაც არის, იქით ლუკაელაშვილის არის კიდე აქვე white rabbit-ი, კიდე თოქერსი გაიხსნა, მე ცოტა უფრო რა ქვია მაგ ჟანრს ელექტრონიკის კაცო. ცეკვარა რა ცეკვარა დაგეს კიცენი რაღაცა იქით ხარეს გულის ბარი გაიხსნა კიდე ბევრი დემოგრაფიკა მოიცვა ძალიან რა. საო. და ანუ და ყველგან იკვრება. რაღაც განსხვავებული რაღაცები ხო. ერთხელ ვიყავი სკაზის კონცერტი იყო, იმდენი ხალხი იყო რომ მეთქი. არა, ხო, მაშინ ხო. ხო და ის არეპეტიციოც იგივე რაღაც ძალიან საყვარელი არის მაგაც სკაზის არეპეტიციოც ხო მაგრამ. კი, თავი პატარა ოთახი რა თავის. ბაღა პატარა. პატარა რა საკმაოდ. სარეპეტიციოც კარგია ხო საკმაოდ. თეატრია გენაც რა, ის გახდა რა. ხო და ნუ ისე შევყავდით, რა შევყავდით. ბიჭო, რა მაინტერესებს? აი მე ესეთი გზნობა მაქვს, რომ შენ ხარ კულინარიაში ისე როგორც აი მაგალითად ჩვენ მუსიკაში. ანუ რას გეუბნები რა, ეხლა შენ რო ჭამ შენ გაკეთებულ შენ მენიუს რა. არის ცოტა off კი არა, ანუ არ არის წნილი არ არის ისეთი როგორიც მე off ან ცოტა left field ესე თქვა. ანუ ესე მე ვერ წარმოვიდგინე რომ ხო რო ალტერნატივა შეიძლება კულინარიაში იყოს არ მეგონა რა სანამ შენ არ გაგიცნობდი აი იმენა ერთიად შემულაცია არის. просто კულინარია ცოტა თანამედროვე კულინარია ცოტა უფრო გვიანდელი ხელოვნება არის ვიდრე მუსიკას ხა ბევრი დიდი ისტორია აქვს. და კულინარიას როგორც მიმდინარეობითი დენტობას უფრო ახალი არის. ჩემ რეალობაში რამაზი იყო გემიაშვილი. რამაზი ახლა არა თავიდან თქვა ის რაც მახსოვს რა ბაზარზე. ეგრე ახლა სულ რა ანუ იცი ანუ ჯერ ტრადიციონალისტები ცალკე არიან და მოდერნისტები ცალკე არიან. მე მაქს პეგიძე სადღაცას ირჩევდა მაგ მარტო მიდიხარ ხოლმე. აი როგორც ახლა მუსიკაში ხო რაღაცა მაგალითად არტ როკი მაგალითად რაღაცებით ხო? ან ბრიტ პოპი მაგალითად. აი კულინარიაში ჩემი მართულება არის რა ქვია მოდერნისტ კომფორტ ფუდი რა. უი ანუ სახელებიც აა გაბარა კი გაბარა მიმართულება მოდერნისტ კომფორტ ფუდი ხო რა აუ ეგ ან ბევრი მიმართულება ძალიან რა არის რაღაც ანუ არის ჰოიტ კუზინი არის რაღაცა რა თქვი ჰოიტ კუზინი ეგ ფრანგული ტერმინია ეს არის აი როგორც მაღალი მოდა ხო ეგ არის ხო ათ კულტურის პონჩია ჰოიტ კუზინი რა ოკეი ეგ რა ქვია მეტალი არის რამე ტრეში არის ანტიფუდიც არის ბევრნერი მიმდევრ ანტიფუდი რა და ჩვენ რეალობაში არის ეგ ექსპერიენსი ნიშნავენ და არის გემო რა შეიძლება გემური იყოს მაგრამ ექსპერიენსი მიიღო რა მაგალითად ბაყაყში ჭამს მაგას საქართველოში ვერ საქართველოში ჯერ ადრე ეგეთ რაღაცები მაგრამ იმერთები არის რა არის ანუ მაგალითად ნუ ეს მოლეკულარული გაგიგეთ ალბათ ხო მე პოსტმოლეკულარული არსებობს პოსტმოლეკულარული რა აი ელექტრონი ატომური პოსტმოლეკულარის მუღამი ისაა რომ ანუ არ იყენებ კონვენციონალურ ტექნიკას არც ერთს მაგალითად აი როგორც იმაში ხოთში აკუსტიკური კეთებას არ გამოიყენებ შეიძლება რაღაც ამას აიზენსტურცენ თუ რაღაც აი ხო ხო ეს რა ქვია კალჰაინ შტოკჰაუზენი ვიტყავდა რა რა ქვია მაგალითად შეწავ სოსის არა გრილზე რამე ორი ელექტროდით მაგალითად რა ოკეი ეგეთი რაღაცებიც არის რა ბევრი მიმართულება მოკლედ. просто ჯერ ცნობილი არის მიმართულება, ცოტა რო გჭირდება ჩვენი ხელოვნებას ერთი ნახევარი საუკუნე უნდა რომ ფორმაში ჩადგეს რა. ის რესტორანი იცი ლონდონში იყო მაგარ ხოჩი მე რო ცხოვრობდი, შუქი არ იყო. სუჩაბნელებული იყო და უსინათლოები იყვნენ სტაფი. ანუ მიმტანები რა. და შედიოდი, ეს შეყავდი, სვავდნენ და
საჭმელი მოქონდა და ჭამდი რა. გაჭმელი. და უღოთ აი საერთოდ არა. გაჭმა რა იქნებოდა იცი? 3000 შუქი არ ყოფილიყო. აი იქნებოდა როკენროლი. ეგი მინა ბიჭო, ჩვენ ისი რა გვაკლია? რეალურად და გასაკეთებელია, უკრაინაში რაღაც ქვია. ქსელებია სასადილო. ქსელები? კიევში იყო ხო? უკრაინაში ერთი წამი ჩამოდი. რამდენი საკადე მილიონი ადამიანი ცხოვრობს უკრაინაში? ჩვენთანაც ხო იყო რაღაც მაგდაგვარი ისა რა ერქვა რუსთავის ნიკა. რატო აღარ არის ეგეთი? რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და რამდენი უკრაინაში? 3.5 უკრაინაში 57 თუ რაღაცა ხო? არა ხო, მაგრამ ჩვენ მასშტაბში ხო შეიძლება არ მუშაობს ქსელები. მყიდვობით უნარიანი ხალხის რაოდენობა რაღაც საფასო სეგმენტზე არა, ვატრაკებ ხა სტრადები და რაღაცები ხო არის. სტრადა ხო, სტრადა 3 იყო და 3-ია და ანუ ნიშა შევსებულია ეგ ნიშები ხტები რა. კი შეიძლება ალტერნატივა გაკეთო მაგას და დაძირო მაგალითად სტრადა დაძირო და რაღაც მაგაკეთო. ოკეი, მაგრამ ანუ იმდენი რომ ეს მარტივად რაღაცას ახალზე სტრადა არის მაგალითად ძალიან კონვენციონალური საჭმელი არის ხტები. ანუ კი არის კორეული რაღაც პირობები, მაგრამ ძირითადი მუშარაც აქვს აქ ტრადიციული რაღაცები რა. ხო და მე მგონია რომ სადღაც დიდ დაწესებულებებთან რო იყოს და ისეთ ადგილზე სადაც ბევრი ხალხი მიდის მოდის ანუ ჩვენ ხო ცოტა ჯიბეს უფრთხილები და ხა ყველა რესტორანში ვერ შედის და მაგ ისეთი ფასებია შედარებით ადეკვატური. წადაში? არა, ნუ ეგეთი ტიპის რო იყოს ხო ცოტა დაბალფასიანი ქსელი. რა ქვია იმას? ნედლეული რამე. რა ქვია კიევში? არა. ქარტი. კიევში არის უგემრიელესი თან აი უკარგეს ლამას შენობებში არიან შეჩემა შესული. მოიჯო ის არის რა ქვია რა უნდა ძვირი იყოს ნედლეული ძალიან საქართველოში. ძალიან ძვირი არის. ეხა ვიყავ კუთვსანამ. აი მარტო და პროდუქტი და ყველა ვარიანტი ხასაწევა კი იქ აპიკები ღირდა. ქუთაისში პამიდორი 3.5 იყოს კარგი, თბილისში 8 არის პამიდორი, ხტები ძალიან დისპერეტია. ქუთაისში რო გადავიდეთ. მე მაქვს ეგ მე ვფიქრობ ძალიან მომწონს ქუთაისი, აი კულტურისთვის არის მაგრესი ქალაქია რა. კი. თავარი ახლა ფრენები ეს ბიზარის ამბავი და ისინი თუ არ რაინერის თუ არ ჩაიჩეხა ძალიან რა. ტურისტულად კიდე შენარჩუნდა რაღაც მოსვლა ქუთაისი ანუ დავის გარეშე კულტურული ცენტრი ხება ქვეყნის. სუპერ ქალაქი არის. ანუ მე პუზატა ჰატა ქვია. და ძალიან რავი, ნუ ყველა მეტროსთან და იმასთან იყო და უგემრიელესობა და დიდი არჩევანით. ის ქუთაისში მიგრაცია, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერთან ახლოს არის უფრო. და ეს ნუტიო ზაფხული აქვს, მაგრამ დაანჩენ თან კულტურა. აი მე გახსოვს რა ფესტივალზე რო უკრავდით. ეგეთი სიცხე საერთოდ სიცხე არ მაწუხებს. მაშინ თან ეგეთი მაშინ კიდე არ იყო ეგეთი სიცხე. არ ესეც ცუდად ალყოფილა ცხოვრებაში. დღისით საუნდჩეკი მქონდა პარკში კონცერტი და კი რაღაცამ დავიბრიდე შეში. იმენა კატასტროფა იყო ეს. და კიდე ანუ მაგას ეგ კიდე იყო გაზაფხულზე იყო ზაფხულში. არა, ზაფხული იყო. რომელი იყო? იმინე გაგარნია ზაფხული. აგვისტო იყო? სად ჩამოგჩი სად იყო? ისე რა ქვია, ლეჟავას ის იყო ფესტივალი. ფესტივალზე უკრავდი, რაღაცა საჭმლის პონტი იყო, უკამ. მე ვეხმარებოდი ლეჟავა ესა ოტო ლეჟავას გაკეთებული იყო ესა ტესტ ქუთაისი არ ვიცი შეიძლება. მე არ მომწევია. არა, იმენა მაგრამ თვითონ კულტურაც რა იყო, რამდენი მაგა ქუთაისმა რამდენი რაღაც მოგვცა. ბევრი. თუნდაც ქუთაისის პირველ მოსკოლამ რო შეხედე გვარი ხო წერია ვინ მოსკოლა მაი. ვინმე თუ იმია ყველა იგან. ანა მე საქავაბიში არ ვარ ნაყო ვიკენდი ეს. არ ხარ? ვაი. აი ეხლა როგორ რაღაცა ძალიან მოხერხულია ცოტა. ოპერაში რა ხარ ნაყოფი შეთხელე რა. ოპერა არა ის ოპერაში არა ვიდეო ოპერაში ბავშვობაში დეჩემ დამათრებდა და იმის მერე ხო ეცე ჩემი თუ დავიწყე გადაყვეტილებებს მიგება არა ხო просто არ მოვიფიქრე რა იქნებოდა ეკვივალენტი ეს მუსიკალური საკუთარ სადღაც სექსი რო არ ქონია ცხოვრებაში ერთი ათწუთის გააკაჩინე და მე ხო და ვიკენდიაზე რა სიტყვისებ მე ძალიან მეგონია რაღაცა ტაძარებით არის კი არა ყურნა საქართველოში რო დაიყო აი ხო გავაკეთე ანალოგია მუსიკაზე წმენაზეც გავაკეთე ანალოგია აი როგორც რაღაცა ჯვარივით არის რა კულინარია კი თავის აწებლიან თვითონ კაბაბიანად მონასტიმენა ტაძარია კულინარიული ერთ-ერთი დიდი ძველი აი ხო წავალთ შევიაროთ ზეკ ხომ იმდივართ სადღაც სხვაზე ხომ იმდივართ შევიაროთ ბათუმში მე ხე ქუთაისში შევიარო აი ნახევარი საათი ეგრევე ცხოვრობდით მანამდე ხა ხო ანუ ეხა დაიწყე მაგის დავიწყე ხო 35 წელი მაგის მე ჩერსტეს დადიოდი ხომ და ეხა მოგვინდა მაინდა აბა როდის უნდა მომინდა შეში ასაკიანი კაციო ისე მაგ ადრესს უმაგას ხო და აღარ გეჩქარება ქუთაისის გზას გადიოდი ყველა ვარიანტში ადრე ბათუმში რომ მიდიოდი ქუთაისში უნდა გაგებულა იმინა ქალაქი ხო და შეიული იქვია და ასე კაი მაშინ შევიაროთ გემრიელია ძალიან და ისეთი ცაცებელი არის სანამ მოვკვდი ჯეჟემა ერთხელ სანამ კუჭი ქაჩავს და ერევ ერთ რაღაცებს იქამდე დიდი სანამ ქაჩავს ვერ ქაჩავს მაგაში არა მაგას უფრო ვიცე ბოლო ეხა 1-2 წელს და ვერ ქაჩავს ისეთი იმიტომ რომ ის
საკმაოდ მძიმე მოსანელებელი მოვლენა არის რა კომენტია რა. ალახოლი და ის წაიღეთ რა ქვია. ალახოლი დილიდან უნდა. ომეპრაზოლებიან რაღაცა. ომეპრაზოლი უეჭველი. ნექსიუმი რაღაცა დილიდან უნდა ხია. აფთიაქების ქსელს თუ და სპონსორობა მარხეს შეიძლება და აუ მეთან კარგად გარკვეული ვარ. ფარმაცევტი. ხოდა რავი, ისე პრინციპში რატომაც არ აქვს ჭირდება ისიც რო ქვია აფთიაქებს. რა თქმა უნდა. რატო არა? თან ჩვენი წარსულიდან გამომდინარე რაც. ჩვენ მაგათი მარაგები ხელი ვიდგინე რა ვარჯიში დროს რა და ექიმთან მივედი და კაროჩე ესო ვერ დაგიწერო რეცეპტსო იმიტომ რომ ზო მაღაზიაში უნდა წახვიდეო და ცხენის მაზი იყიდო. ისე სპორტსმენებში ხო გითხარი ძალიან პოპულარია. პოპულარია. მე ხო არ ვიცი და წავედი ცხენი ახატია და ალეზანი არის რა წითელი და მწვანე და ციებ-ცხელების ეფექტი ეგრე მზემჟავას გამოგაყოფა და მალე. ცხენის მაზი გამომიწერა რა. ოღონ ძალიან ცხარია წითელი. ის არ არის რა ქვია ის ზოდეჭკის პონტი რო არის არა მე არ ცოტა მოსუნი სადღაც წავდა ეგ არის მაგას სხვა კომპრესებიც აქვს ეს გიხურებს. გავს ხო პროსტა ის კიდე უფრო დიდ მასის კუნძია გაქრული და ბევრად ცხელია. ანუ როგორ იხმარება იცი ორი წითლის ორი პორცია ისა პირიქით ერთი პორცია მწვანის ორი პორცია რო ძალიან არ დაიწვა და ისე შენ არ გიცდია წითელი ძალიან აი ისე მაგრა ახურებს და მეორე დღეს შო გავლილი მართლა ბ12 ჯობია ნუ ეხა ბ12 მაინც დაირჩა არა ნუ ბ12 ეფექტურია მაგრამ ერთი გაკეთებით არა ის უნდა გაიკეთო სამ даже დიოქსაფლექსა არის კიდე უფრო ეფექტური ბ12-საც შეიცავს პლუს დექსიმეტაზონს რაღაცას და ნუ ვაფშე ეხლა წარმოვიდგინეთ ეს სეგმენტი შეიძლება იყოს პრეზენტირებული PSP-ს მიერ ან ფარმადეპოს მიერ ან GPS-ის მიერ ან ავერსის მიერ და კაი სეგმენტი იქნება წარმოვიდგინეთ ეხლა ეს სეგმენტი შეიძლება იყოს თქვენი ან ზოომაღაზიები ასევე ზოომაღაზიები და ყველგან არის ყველგან სპორტსაც მოიცავს და ჯიმს შეგვიძლია შემოვიყვანოთ აქ ლუსი შუტურა პიქსი ბახალა და ეს აუ გარეთ შენ არის არ შეხვდნენ ცხრები? ბატები, ცხრები, კურდლები რატო აღარ არიან გვერდზე? მე ვარ შეჭამა. შენ შეჭამა. ისე ვაი. შენ ხო არ აუ ყაურმა რომ მოგვიტანეს იმ დროზე ხო არის ხო? წინა კვირას ყაურმა რომ მოგვიტანეს. ყაურმა ისო კითხე და ის იყო. აუ მართლა ძალიან გემრიელი კი. არ ვიცი ბიჭო, მეზობელმა შემომიტანა ყაურმა. და ჭამო, მეთქი რისი ხორცია თქო და მე გეტყვიო. ამათმა ჭამეს მე ცუდად ვიყავი მოწამლულიყავ ჭამეს და გუში მკითხე რა იყო თქო არა ცუდად გახდა იმაზე არ გიფიქრია სანმე კურორტებზე გადაბარგება მაგით როცა ბათუმში მუსიკებში მაგარი კოკულეთში ლედი ისინი ხო არის ციხის ძირი არის ბუკნარი აუთვისებლები კაპროვანში რა ხდება კაპროვანში ცით ბიჭო 60-ია. პროსტა კვების ობიექტები არის 2-3 და ღირს მილიონი ყველაფერი. ჩვენ რო ვიყავით გახსოვს რაღაც ბოლო რესტორანში იტალიური რო იყო. თითო კერძი ღირ და მინიმუმ 45 ლარი. ნუ აი შემწვარი კარტოფილიც ეგრე იყო. სეზონური რეკეტი ეგრე არის. ხო და რა კატასტროფა არის და მაქრო სადღაც ადეკვატურ ფასიანი რაღაცა რა თუნდაც საშუალო ზონა. არ გამოდის ადეკვატურ ფასიანი. იმიტომ რომ რა ქვია, უნდა ჩაიტანა პროდუქტი იქ რაღაცა, ბევრი რაღაც პრობლემა არის. თან რამე იცი რომ სეზონური არის. არა სეზონური რატო ღირს იაფი მაშინ. იმიტომ რომ სეზონური როცა არის, მაშინ დიდად მოგებას მაგ პერიოდში ნახოთ ხო. არ ეგ ერთი, მაგრამ თვითონ პროდუქტს თუ აბრალებთ ხა რომ პროდუქტი სეზონზე ჩატანა პრობლემა. არა, ასე ვიძახი რომ ანუ ფიზიკურად სეზონზე კი არა, ფიზიკურად ჩატანა არის პრობლემა, რომ ხები ბაზარი რაღაცა კეთე რა, ბაზარში ნოია, მაგრამ ბათუმში მაგალითად ხო ან ფოთში. უფრო ფოთში შებრ გაპროვანი. ხო. მაგრამ ნუ ყოველდღე ეგ მარშრუტი გაიარო, ფრეშ პროდუქტი მოიტანო რაღაც ეგეთი, გააკეთო, თუმცა მუშახელი არის რაღაც ბევრი რაღაცა არის. კარჩი კაპროვანიდან ან ურეკიდან ფოთამდე არის სულ გაწიე გამოწიე 10 კილომეტრი. ხო, მაგრამ ის გამინდა ყურე, იმაშები რა ქვია, სამუშაო პერიოდი რა, აქტიური გაქვს 2 თვე. თვე ნახევარი 2 თვე. მერე გაქვს იმენე მკვდარი პერიოდი გაქვს ჩათვლი ნახევარი წელიწადზე მეტი. თერი შენი კრიტიკული მასა მოგების ნუ და იპოვა მაგ პერიოდში და მაგიტო არის არადაბალანსებული საბაზრო სიტუაციაა. მაგიტო კი ზეგერ მაგ გუდაურიც მაგიტო კი ეგეთი ფასები. და სამთვეში მოვაჭრო მთელი წელი მოგება წარმოვიდგინე. მოგება შენ გიქნება მაშინ XR-ში კონცერტები რო აკეთო ზაფხულობით რუსების. მე არ მაგვევინებ ეს. არა მაგ საზაფხულო მუსიკა არ არის. რატო ისე? ბიჭო, აი წარმოგიდგენე რომ ბულვარში მე დაუკრა და ნაშებმა იცი. ბულვარი არ არის შეჩემა იქაურობა, კლუბებია უამრავი. არ არის, ნუ არ არის. ანუ დროა სინთპოპის შემოტანეს შენ მაშინ ასოციაციაში. დღეს დავწერე სხვა შორის მაგარი სინთპოპ ტრეკი. გაუშვი. შენ თან ისე სხვებისთვის თუ წერ მაგამ და თემას შენთვის რა არ გეყადრება?
ხო, არც. ბიჭო, უფრო მევასება ამ ბოლო დროს ხვებისთვის მუსიკის წერა. ხო, მესმის. იმიტომ რომ ნაკლებ პასუხები ტვინის პლანაკლებია და თუ რაღაც ვიმის არ მოეწონა, შენ არავინ ფსაგიონება ხომ, გასაგებია. თუმცა მოწონს. ანუ მოწონთ მაგას, იმიტომ რომ რაც გავაკეთე, ყველაფერი ხიტია. კი, უყურე მომენტია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს წერ, რაც ხალხს მოწონს და შენ გიტყდება იქ რომ ხო, ისეთ რაღაცებს შენ გინდა რომ ხალხს არ მოწონდეს. კადრები შენ გინდა რომ უნდა ვიღაცა ვიღაც აი უნიტაში იხჩობა და ნერვებს ჭირს იმას მოეწონოს და ხანდახან შეიძლება ვიღაც ლამაზ ადამიანს მოეწონოს ვიღაც რაღაცა. ხო, ეგ შენი კომპლექტი. მე ხო გითხარი სირკუსი კეთება რომ დაიწყეთ. ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ შენი ნიღბიანი მაგიტო იყო უაჭოთავი ხო? ისმენები არ არის, ანუ მანდ არის, აი მიშვებულია სირკუსი. იდე უფრო შეგიძლიათ განსადა. კი, უფრო. აი, ორე თამადა გააკეთო ვაფშე შეჭ. იცი, აი ბრაიან ფერის თუ ეკადრება ხო? მაგალითად. ბიჭო, Weather Support არ არის Brian Ferry? კი, ერთი სიმღერა. ხო არ გავიმეორებ ბევრს. არა, რაღაცა ცოტა ხანი შეგვიძლია რაღაც აი მაგალითად. იცი, ხალხი ალბომებს აკეთებს ხომ ერთი ჟანრით ხომ და ეხლა მე მგონია კაი არტისტის ნიშანთვისება ხომ ეგეთია რომ ალბომიდან ალბომამდე რაღაც იმას ცვლილებას გადის ხომ. აი AC/DC მაგიტომ ეზეზაღა მაგალითად სულიერად რომ 30 წელი ერთ რაღაც უკრავენ რა. ხო, მაგრამ ჩვენ ერთ ალბომში გვაქვს რამდენი სიმღერაც არის იმდენი ჟანრი. ხო, მაგრამ ანუ რაღაცა კარგს დაიჭერთ, ხო? ის უნდა წაიჭირო, ხო, ხო. აი ბოლო ალბომში. რა ქვია? ბოლო ალბომშიც რა ქვია, იმას რა ქვია, ჯაზის პროჟექტს ვაკეთებ და რა ქვია. დაბიროარი ბოლო ალბომში. ხო, ხო, საქს. ხო, საქსი, ხო. ეგეთი აი თერიანი ალბომი რო დაგედოთ, იმენა ძალიან მაგარი იქნებოდა. ხო. და რა არ შეგიძლიათ თუ რა ეგ მომენტი არის. ეგ საქსი იმინა პროსტა ჯემიდან გამოვიდა. ჯემავდით საქსაფონისთან ერთად, თორნიკესთან ერთად და იქიდან ოღონდ ამოვჭერით 15 წამი. ანუ იცი რა მომენტია წარმოგიდგენ რომ აი ის ტოშნორი კონდო და DJ Crash-ის ალბომი თუ ამოგოთ არის რაღაც რამოდენიმე ეგეთი ალბომები, მაგას თქვა ბუმერები მოგასმენთ რაღაც არა და 90-იანების იაპონური ჯაზი არის. ქვია მას იცი როგორ მომენტია რაღაც აიკონიკ ალბომები არის რაღაცები ეგეთი იმას აი რაღაც specific sound-ი უჭირავს და ეგეთი სიმღერა არის რომ აი ძალიან specific sound-ი უჭირავს და მახსოვს პირველად რომ მოусმენთ live-ში და აქარა და უკვე სოქტონში რო იყო რა J-Match და გვერდზე და ანუ ხა J ხო ხდება რა მუსიკას უმას და ისე აყვა რა მაგ ხოძ და ისე გაუსწორდა რა რომ ანუ ხტები ვაფშე სხვა დემოგრაფიკა მოიწვით და რაღაც ეგეთ მაგით რა და J-Style haters რომ მოიწონება ხო ხტები როგორი რაღაცა არის ყველაფერი რა მოკითხვა J-ს პრივატ მიყვარხარ და რა ქვია ანუ ის მომენტია რომ რაღაცა ერთი ნუ მიყევით რაღაც ერთ ალბომ 5 EP-ები ქენით ხო ეგეც შეიძლება ბიჭო ხო არ ვიცი აი ხა კენი ანუ კენი თაცაგენი კენი ეხა ის სტეფანეს ორი სიმღერა ხო აი ბაზარი ხდება იმის სხვა და კარგად ამორგებული ძალიან რაღაც ეგეთი მაგრამ ძალიან კაი 80-იანების post-punk new wave ხოდია და იმენა ხო მაგრამ ნახე კაი საქმე გამოდის რა ანუ post-punk-ი გავაცანით ხალხს რომელიც ცხოვრებაში ვაფშე არ გაუგია post-punk. ეხა უყურე ერთი ხოდი ეგა რომ ჩერეს პოპულარული ადამიანი გაიყვანდა რაღაც ელემენტები მეორე ხოდი ის არის რომ შენ გახვიდე მაგიმიდან და შემოიყვანო ვიღაც. ეგეც არის. ეგეც ისიც არ თქვა რომ ანუ რასთან თლად გორილასი არ უნდა გამოვიდეს. ხო, თლად გორილას ნუ იზამ, მაგრამ არა, რატო არა? ბიჭო, ნუ რავი, მე თვითონ ანუ ეხა აღარ მაქვს ვატრაკებ იმ დროის ახმით იმაშვები კიდევ გიჭონებ ხოლმე. მაშინ ძალიან გამიტ. მე სულ მაგას უყურებ, სულ მაგა რო გისმენთ ხოლმე. ეხა აღარ მაქვს პრობლემა. აი სულ ეგ მე ხოლმე რო გისმენთ ხოლმე, აი მგონი რაღაც ისეთი რაღაცები. შეიძლება მე უფრო პოპულისტი ვარ, ბუნებრივი ხარ. მე მაგალითად ეს გამიტრუხდა, იმიტომ რომ ტელევიზიაში რო გამტენეს ამდენი ხანი, იმენა მივხვდი ცინიკურად მივდექი და აი ოდნავ გავბოზდე ისე ვთქვა რა. რაღაც დავი იდეალები ეხა აღარ ჭირს ხო მაგის გადალახვა, მაგრამ მაშინ გავჭირდა თავის დროზე რა. ხო, იმიტომ მაშინ აი ბუნჯი მადია ხარ რა, დარაჯად გიხარ რაღაც იმის და ხო და ეხა არ მაქვს მე ვაფშე არ მაქვს პრობლემა. ანუ ეს საზღვრები მაქვს. გატრაწე ეხა. არა. დარღვეული ვაფშე ეგ პონტი არ მაქვს. ერთადერთი აი მეზარება ჩემი თავის პოპულარიზაცია. აი არ შემილია ამ ბოლო დროს ეს რაღაცა წინა პლანზე დგომა. არ ჭირდება მაგას სიმღერას დაწერ ხალხი მაშინ ხომ რა ქვია შენას წაკეთებ ხომ სტუდიაში ანა ხანთფილიში ხომ ესე მაგის უნარი კამანდას ანუ სტუდიებში არ აქვს ხომ დაწერ დააგდე პოსტა რამე 1000 აი ის რა ქვია ლიკასთან ერთად როგორ ის სიმღერა ხო აუ ხო რამდენი ხანი ანუ ჩემი ტელეფონში მე გუსმენ ხოლმე და მე ანუ არ ვარ მე რაღაც მუსიკას გამეგება რატო არ დევს პოსტა მაგარი ტრეკია რატო არ დევს სად ხო და რატო გოგიდო ზუაშუს თუ უდევს 90000 რაღაცა ეგ სიმღერა იგივე ანუ ვაიბი უჭერს და რატო ესე შენი ძალიან ბევრი შენ რაღაცა თქვა ის რისი დადებაც არ გინდა იმ Z4 Zulus პერიოდის იმიტომ
ეგ ხო შეიძლება რომ გა Spotify-დეს ან სადღაც ანუ მაგისი სხვა არ არის შეზღუდვა ვიდეოზე იყო ლაპარაკი besides დააწერიან რაღაც ეგეთი და გაუშვი რაღაცა შეიძლება outtake-ები დააწერენ და რაღაცები რო გააკეთე ეგ ალბომში თლიანი ალბომი მაქვს ხო და Z for Zulus ქვეში ხო ლოლიტები ვითომ არა ნუ და რატო არის აი რამ გიჟია ეს აი ეგ არის მესმის ეგ 90-იანებიდან 2000 წელს გადმონაშთი ეგ პათოსი მაგრამ ხო მაგრამ ეხლა რავი ატვირთვას აი მაგიტომ მომწონს ცირკუს მირკუსი რომ გააკეთე დადე ამაზე ამდენს რომ მუშაობ მე გემართება რა რომ აი გადამუშავება ამას ვიდეო უნდა მაშინ ამას ვინ მოусმენს აი ხვდები და რაღაცა overthinking-ს აკეთებ და დათმო ჯობია დებს გადავაგდები ხო და ნუ შეჭ რამდენი ერთი ტრეკი ხო არა ერთი ორი სიმღერა მაინც ხო იმეს რომ ვიღაცას მაინც მოეწონება იტკო ბევრია კაი მაგასთან ხო და მე ციხე შემიგზავნა იქ უსმენდი და всё მე ჩაგზავნ მე ერთი სიმღერა არის ამაზე Man on Fire ქვია რა მაგის გარდა ბევრი კაი ტრეკი იყო მაგ ალბომში ბევრი ხო ნუ ეგეთ რაღაცა მინახია შექმნა და დადურდა ესა ჯესტი აი ფილოსოფიურად რა იყო და ისე რა იყო მეტაფიზიკურად რა უფლება გაქვს რომ რაღაც შექმენი და აჯდება მაგაში გეთანხმები ხო და კენი ხვალ 100% გეთანხმები იმიტომ რომ მე აი რაც უფრო დრო გადის იმაში ვწმუნდები რომ ეს არ არის ეს ჩემი სიმღერები გაცე მე ვარ უბრალოდ გამტარი ხო და გაატარე დანატირები როგორი მეშვენებოდა იცი რომ ფაქტობრივად რომ ხო მე ოღონდ ბიჭო გზნობ იმიტომ რომ არტისტის თელი მუღამისა სულისკვეთების გატარება იმ ეპოქის სულისკვეთმა რომ გაატარო ანუ მარტო მინე კონდუქტორი ხარ უბრალოდ იმ სისტემაში აი დააძალე ძაბვას ჩათვალე აი შეხედა შენ თავს თუ სოციუმში ხარ ძაბვა მოდის და შენ ამას არეგულირებ და უშვებ უკვე სწორედ სოციუმში ეგ არის სანამ დაგძაბე გაატარე ძაბვა კარგი რა ვიცი არა მე მას ზამეცნება ხა სტეფანეს დიდი პატივისცემა ძალიან იმიტომ რომ ეხა მით უმეტეს იმ ლაივზე რომ ვიყავი მაგის მე საერთოდ წარმოდგენა შემეცოლა იმიტომ რომ რაც ვნახე შოქში ვიყავი რომ რადონეზე მაღალი დონის პროდაქშენი აქვს და რაღაც ეგეთი და ამდენ წელია მოაწევს და თან მაგრა გავითარდა და ნუ სერიოზული არტისტი არის ყველა ასპექტში აბსოლუტურად მაგრამ ისე რომ მაგათ არ მეგონა რომ ანუ ისე რომ შენ აქ იცი რომ სტეფანესკენ გადაიყვანე ხალხი ვინც შენსკენ არის ალბათ შეიძლება და პირიქით საჭიროა გააკეთო რამე რო იყოს მაგის თხამი ხვდები ოკეი ამიტომ მე მეგონა ხა ის რომ სტეფანეს იმას ანუ ფეის ჩავშავდიან მოусმენდიან რაღაც ეგეთი ხო არ მეგონა არაზუსტ რა ეხა რა მე მაგის გამო რა მოხდა იცი ეს ხელები რო აქვს ხო მაგის რაღაც გადაკეთებული რემასტერ ვარიანტი თუ რაღაც ეგეთი და მაგის გამო იმას რომ მოусმენდე ეს გამინორმალიზირა იმან მე ხელების უმევასე მე ძალიან მაგას მომდოდა ანუ უკვე ხვდები ამსმენდი და ვა უფრო მივეცი ის მომწონებოდა ნება დავრთე იმ სიმღერას რომ მომწონებოდა ამ სიმღერის გამო კი ზუსტად და ეგ არ მოხდებოდა ეგ სიმღერა რო არ ხვდები და ხო და რავი მე ეხა ეგ მომენტი წამი პირიქით ქენი ხა შენ რაღაც არის რაღაცები რაც აქვს ისეთ რაც შედარებით შეიძლება ალტერნატიული იყოს და ვიღაცას თქვა მიღწევადი მაგრამ gateway-ს გავუკეთებ რაღაცას ცოტა რო ისქნა რა ბიჭო გაკიცნო რა თან ისე ხა ვერცხლისფერ ასაკში შედიხარ ახლა რაღაც ეგეთი უკვე მოგიხდება Silver Fox ხო რა ცოტა მოდი პიჯაკებში ხო ადრე რო წვრილი პიჯაკიანი იყო შეგიძლიათ ცოტა გავსტოკიანი შეგიძლიათ ცოტა სკილა გავსტოკიანი გააკეთო პრო რაღაცას ეს გააკეთო ხომ რა არა შო მიიღე ეგ მიღებული არის კომენტარი ხო მაგრამ შენი ტვინის ტყნა მოქმედებს ხოლმე ჩემზე იმიტომ რომ ბოლოს მომადგა რომ ქართულად და მაგარი წამო ქართულის მიღება მოგასმენ დავწერეთო და ამოვედი იქ აი სადღაც გადაკარგულში ვიყავით აქვე ვიყავით კოტორანკაში ამიყვანა ხო ქართულის მიღება დავწერეთ და საქართველო იყო სამართველო ორი სიტყვა აი გამისწორა მოდი მოგასმენო ქართულის მიღება ისე აი ცოტა იმის რაღაც ისპერი ტრიოს დუხში გავაკეთებდი ერთ ბამბალა ალბომს რა რაღაც მაგაზი ჟანრში აი ესეთ ხმებში გაშლილი და ლამაზი ხმები და რა გააკეთებ სულიკები არიან კაი ხმები ხო არიან მაგრამ ახაც ისეთი ქალაქური ბლიცი იქნება დავაი მართლა ხო რა გიშლით ხელს არაფერი არ მისლის ხელს მესმენაში მე უნიჭობა აქვს მუსიკალ თორე რო შემეძლოს ვიზამდი არა ხო და მეცმენასთან ისეთი მეგობრული ვერ ვარ ახლა მთლად რაღაც და მინა მართლა მიდი სამი გიტარა ტკბილი ხმები სამი აკუსტიკი რა გაჭმა იქნება აი ცისფერი ტრიოში ან ქართულ ხმის ანუ ქავერი არა просто აი ალტერნატიული ვერსია პარალელური სამყაროში მაგის ჩანასახი ხო ქონდა იმაში ის რა ბენდია დამავიდა ბიტლზები ვითრო არის ხო ეგ მონაკვეთი აი ზუსტ აი
kiss me on a ring. ეს იმის დასაწყისია. მე გავაგრძელებდი უფრო 1-3 მე ან იდეაში დააბრუნებდი შუა სიმღერაში. მე იდეაში ეს მინდოდა მთლიანად სიმღერის გაკეთება ის რა და ნუ გამოვიყენე ამის ინტროში რა იმიტომ რომ ხო და მაგას გავშლიდი მე და იმას რა ქვია Beatles-ივით ბენდი რო არის რაღაც არა შაშანუ წინ მომასვენი Lemon Twigs ხო და აი რამე ეგეთი აღარ Lemon Twigs ვისაც Beatles-ი გავაკეთებთ სისფერი ტრიოს Lemon Twigs გავაკეთებთ აი ესე კაი აზრია ქართული Lemon Twigs იცი Lemon Twigs ის ისე მიყვარს იმინა აი ქართული სული არის ეგ რა აი 80-იანების იმას აი ცოტა ისე ამ პრუის ანეკდოტური მგონია მაგრამ ზურა ჯავახიასოა გაკეთებული ის ქართული ძმები მოსმენილი გაქვთ ანუ ოსთან რაღაც სიმღერები აქვს დაკავებული ოღონდ ქართულ მრავალხმიანობაში აქვს გაკეთებული ანუ Pixies-ის სიმღერები აქვს თუ ვიცი ხო Where is my mind ოი ნირელა და იქიდან ძალიან რაღაც კარგად იცი რომ ანეკდოტური არის ხო მაგრამ ანეკდოტურად თუ გამოდის ოდნავ მეტი მონდომებით არ ანეკდოტურადაც გამოვა ძალიან მაგრამ ის თამინდა და ჭააქ ამ მრავალხმე ჯავახიას აქ მაგარი სიმღერა მე ვარ პატარა მსხალი თუ როგორ არიცი არ ვიცი მაგარი ტრეკია I'm a little bit ბახალ იმღერე რა მე რანაირად მომღერებ შეჩემა ზუროტვინს მიტყავ იმღერე რა ჩემი ღლა მიმღერო აუ რას მომღერებს ყლევდები მაგაზეთან აი მინდა სუკნავილი მინდა ეგ რომ ესმის მაგ დროს აი მეტირებოდა ისე მინდოდა შეჩემ აი მაგ პერიოდის Radiohead-ის პერიოდში რომ სიმღერა მწონოდა რომ აი ეგ მემღერა აი მინდა აი ტომი რკმარიც სიმღერა და გული მტიროდა შეჩ მართლა ხოდა მე ველოდი არა კაი აზრია ეხა შემდეგი ნაბიჯი ასევე იყოს რომ ერთი 7 ქართულ სიტყვიანი სიმღერა რო იყოს და არა 2 სიტყვიანი რა 7 აი არ და ძალიან არ დისკრესავთ რა 7-იან 10 სიტყვა არა და ქართული სიმღერები ის რავი სიროკი გოგანაბედი არ არის ჩემი ხოდა მამა შენის არის ხო 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 და მის არ ქვიროს ხვის ტექსტია და ისე იმღერა ბიჭო მასამ იცი ანუ აი რომელ წელს დაწერა ამაში მაგ სიმღერა 80-იანების შუა ბოლო რაღაც მაგრამ ძალიან კარგი 90-იანები 2000-ების ვაიბი აქვს მაგ სიმღერას კი საკმაოდ კი და ანუ ერთ-ერთი დიდი სიმღერა საქართველოს მუსიკაში აქ არის ორიგინალი ის მამაშენს წლავს რო არის არა მამაჩემის ვერსია არა მოხოს არა დევსად ქვევი დავდოთ იჭო მე და კოკამ დავარელიზეთ სიროკი მაგ ეგ სიმღერა და A-side B-side-ის კი არა და დაბლ სინგლი არის ერთი ჩემი ვერსია ერთი მამაჩემის ეცა ხო და მე მოსმენელი მაგ ცოტა მოშვებულია თან შენი მინდა წყობში არა ეს ისეთი ცოტა იმ პერიოდია რა 80-იან როგორ გავს ის ვალერა მღერის სიათებია გასავალებია და რა ვიცი არის აუ ვალერას არ დაუთმოთ ერთი მთლიანი ეს ხავერ ეს მეც მინდაც მოდის დაარილის ვალერას ერთი დღე უნდა მიუძღვნათ როგორ უნდა მიუძღვნათ აი ვინმე მოვიყვანოთ ბიძინა მაყაშვილი შეიძლება მართლა აუ შეიძლება ძალიან შეჭი ბიძინა აუ ამის მონტაჟი რაღაც იწვალებს შენ არა მე მიჭრეულია გთხოვ რა ნახე რა აი ნახე თითებს ვარ ყლეზე მკიდია შენ თითი არა ნუ ფიქრობ ვეღარც მიჭირავს შეჭი არ მახსოვს შეჭი სუმა კომპლექსებს ისე დაგვრა მე მიდი რა აუ მიდი რა მე მიქნეს რა იცი შემიყვანეს იმაზე რა კლასიკურ გიტარაზე რა ეცე აუ ნახე რა მოიტანა რაღაცებს ეგეთ მასწავლე და ეს იქნება გადაცემის კუდი
აუ, ნახე, სულის წივილი მოვიდა. არა, რაღაცებს შემიძლია უკან ხომ. მინდოდა გიტარები ვიყიდე საბით. და დავამუღავ მარტო აი ეს. არა, მაგას შეიძლება. არა, არ მახსოვს ეს სულ. ხო და რატო არ ჩაყევი? რატო? ხო. ანუ ესეც სიმღერა ხო რა დაკვრაბებულად მარტივად შეიძლება ისქნა რა ქვია, განავითარო. დრო უნდა, ხო. როგორ იყო? რაც მახსოვს შეიძლება. რა სიმღერაა მითხე დაგეხმარებ. იმასაც უკრავ. Hurty. ჯონი კეში იყო თუ მინდა? Nine Inch Nails. Nine Inch Johnny Cash-იც. ზუსტად Nine Inch Nails ვაინს გადაწყობა ჭირდება და რთულიები ვარ. მიდი რა. რა გადაბრა არის ეს და ისა House of the Rings-თან იგივე აკორდები არის. კიდე Peppers-ებს უკრავდი რაღაც ეს გახსოვს? My friends. აი ხო რაღაცნაირად იყო რა. ეგ გუშინ. მოგე მე ხო. შენი კომპეტენცია აქეთ ნუ ისვრი მაგ ინსტრუმენტებს სანამ წავიღე მართლა გასაყიდოთ. თუ როგორ I hurt myself. I hurt myself today To see if I still feel. I focus on the pain. The only thing that's real. The needle tears the hole. The old familiar sting. Try to kill it all away. ჯონი კეშს რა როგორია ხალხს. ხო და რანაირად, აბა ვისია? Nine Inch Nails. ხო და მე გააკეთა ჯონი. ხო, მართლა. და მობი და ვიღაცები დააქავერა. ვაუ. მობის რანონი რო არის. ხო. ხადა, შემესო, მე თქვი იმისია. არა, იმენა, ეგ ყველას გონია რომ ორიგინალი. ხო და მე თქვი მე გააკეთა. რიკრუ просто აი იმას რა ქვია, вообще არა გავლილი ჯონი კეშს. ეგ hurt-ი რაც არა გავლილი რეზონს. ეგეც არის, ხო. რეზონი მაგას მღერის, ღერის მთელი სულით მღერის. რა იმენა, ეგეც არის. ყოველი წამი მაგის მღერის ნაგზომი აქვს ცხოვრებაში. ეხლა უკრავდი გამაჟე. ხო, ვიცი, ხო, იმენა. არის, ხო. იმიტომ რომ ისე მარტივად ანუ აი თავის დაკარგვის და ცხოვრება ანუ უნდა ჭკნებოდა შეჩა და ყვავილები არა თან ხო იცი რა ცხოვრებაა გამო მაგრამ პრინციპში ჯონი კეშაც იგივე ცხოვრებაა გამო ეგეთი ვერა ბიჭო ხო მეც ორივე ჯანკი იყო და ეგ რაღაცა ტექსტში რაც არის ყველაფერი დავკარგე ეხლა ნუ ეგ ისეც კონტია ჩვენ ბოლოში გვაქვს ესეთი ძალიან ორიგინალური ესა რუბრიკა ძალიან ორიგინალურია ვაჭრო ორიგინალურია ორიგინალურია მუსიკის საერთოდ ნებისმიერი რაღაცის თუნდაც ის იყოს დიშ იყოს სამა აი მაშინ საჭმელები დავიწყოთ და მე მუსიკაზე ერთი თუ არ ხარ ბიკენდეს შეხავებაში ნაყოფი ქუთაისში ნაყოფი არ ხარ და არის ხო ხალ მივდივარ ეგ მივდივარ всё ნუ ეგეთი ასევე აუცილებლად ფირიში ნაყოფი ნაყოფ მაფშალიაში აუცილებლად მან გავიზარდე ოკეი მისაღები არის და რა ქვია ის არ ითვლება იმის გარაჟიც პარლამენტის და კიდე ისიც კოლაკოლას ხახანა პინგვინი ხო პინგვინთან კიდე ხოძე არის რაჭა კი ოკეი მაგრამ ხო მაგრამ просто მაფშალე მეინსტრიმში გააღწია ხო ხო არა არის სხვა კი უფრო ჰიპსტერული არის რა და კოლაკოლა ზაფხულში კოლაკოლა გაზაფხულზე საუკეთესო ხახანის დასტლო ჩაკაფულები და რაღაცა წყალ ჩაკაფული მაგრამ გემრიელი ხო აი ეგა ისაც დაიხურა ესე და რიგით მაგრამ მანდაც ლოტკინ წვადი თუ გინდა ლოტკინზე ნაჭამი წვადი აუცილებლად ლოტკინზე რომ მიდიხარ ანუ თბილისისვისკენ რომ მიდიხარ მარცხენა მხარესა სამწოდეებია რა სამიც არის აუტდორ სამწოდე არის რა იმენა რა ოთ იმენა სამწოდე იმენა ცოტა ისეთი რა დოჯირო შეხედავ რა მომენტა რამე დამმართა ივერთუბანი ხო всё და მე ანუ სანამ ზღვასთან მიხვალ ეს სამისთან ნებისმიერში უნდა შეხვდე მე მესამეში ჭამ ხომ მაგრამ ხან მეორე ხან პირველი რაღაც და კაია იზახიო არა თავი რაც არა ვალარი ღერ შამფორტუ ცხალარი იმენა მეტარება არის რა წვადი არის კვინტესენციური წვადის ექსპერიენსი თბილისში არის ეგ ვაუ მაგრამ просто წვადს რო აღარ ჭამთ გიჟებივით მაგალითად ცოტა ხორცხო და ხო რაღაცების ქაბაბიც აქვს ხათმის რაღაცების მონია ვაუ და ისე თქვა ანუ მე თქვენ კი არ გეუბნებით რეკომენდაციას კაია კაცო ჩვენც ვიგებთ ჩვენებაში უშობ ჩვენც ვისმენთ თქვენ ახლა ბალახი ჭამთ სადაც გინდათ რა ვიცი
არა, ჩვენთვისაც მისაღებია ქათმის რაღაცებს, მე დიდი სიამოვნებით, მაინც თქვა, ალაგ-ალაგ რაღაცებსაც ჭამგაცვა, ხლად ეგრეც არა, ხორცოდ. ეხლა მუსიკაზე. აუ ისე, აი ჰუს უსმენდი ისე. ისე. ჰუს მაგ გუფი იყო ჰუისტი. რაღაც რატო არ უსმენთ ხომ რაღაცებს ხო? ყველაფერი მე არაფერი მე მუსიკოსი არ ვარ. და ყველაფერს უსმენთ. თქვენ რატო არ უსმენთ ყველაფერს? ჩვენ მუსიკას წერთ, ჩვენ კი არა. ეს არ ვიცი რატო. ეს რატო შენ რატო არ მეშვები? ბიჭო, რეალურად მე მარტო სტროგად ალტერნატიულ მუსიკას უსმენდი რაღაც პერიოდამდე და სადღაცას 2000-იანების მერე ნელა გავბოზდი მე და ყველაფერს მივეცოყური და უბრალოდ აი რაღაც როკ-ენ-როლში დაბრუნების მუღამი აღარ მაქვს ისეთი ჯგუფების რაც თავის ძროზე არა. როკ-ენ-როლში არა, საერთოდ არის დაბრუნება აუცილებელი რა. მე იმის თქმა უნდა რომ ბევრი რაღაცა კარგი თქო ძალიან. ბასა ხუზები ძახტრი ბოს ეხა ხუ თელი ცხოვრება რაღაც ხა იყო ჩვენთვის და ეხა Eminence Front არის იმღერა ეგ მოგ ჩავხეული ძალიან. აი ეხა როგორი რაღაცა მოდი მე ვიტყვი ჩემი ეს კარგი არტისტი ვინ არის Cameron Avery თუ არ მოგესმენთ ცოტა ისეთი ასაკო აი ცოტა ისეთი Cameron Avery ხო დაგიშერებ ეგა ძალიან კარგი ალბომი რაც შემდეგი რჩევთ თუ არ მოგესმენთ ცოტა ისეთი alt rock-ი არის ეს Big Black Delta თუ იცით ეგეთი ბრენდი? არაფერი არ ვიცით, კაი. მაგათ აქვთ ეგეთი ალბომი, რომელიც არის ერთ ალბომად რო აიღო არის სასწაული. თავისივე სახელი აქვს Big Black Delta. ეგეთი. და Tinder Sticks-ი ბენდი თუ არ მოგესმენთ? აი, ხო. ლიკასგან ვიცი, ლიკას დამსახურება. მზითოებში მოყვა ვინილები. Tinder Sticks-ი? ხო. ეგარი არა, მე კიდე მეგონია რომ ეს ხალხი მუსიკოსები იწვევენ მუსიკას და აი რაღაც ჩვენ მართლა ის მუსიკოსებში აპონჩი. არ ვიცი, ტექნიკურად გაგიყვანენ. აი ხა რო შეხედა ძველ ვიდეოებს და რაღაცებს სულ რა. სულ ყველგანი იყო ხომ და ამ არ ვიცი, ნუ კაი ეგრე ხდებოდა. Frankie Goes to Hollywood რო არის, ხო ის ბენდი, უნებრივია. მან რო ტიპი პატანცოკაზე რო არის, ხო ის ტიპი ვოკალზე რო ხმე, სულ აი რაღაც ანუ ყველგან ეგრე ხარ ხომ. არ ყავდნენ სხვა მეგობრები. Bson Roses კი არა, ვის Happy Mondays ყავდა, ხო? ბეზი. მოცეკვავა. ხო და ანუ ტიპი ვოკალზე აი რაღაც ეგრე მაგიტო არის მექანიკურად. აი ცოტა ის რა ქვია, ისინი ხო იყვნენ ვიღაცები, Woody Harrelsonები და ვიღაცები, სულ მუსიკოსებში არიან გასტილები და Vincent Gallo-ები და რაღაცა ეგეთი რა. Vincent Gallo. ხო და ხახი თეატრშიც ხარ, იქაც ხარ, ყველგან ხარ და. ყველაფერსში კი იქ სამსახურეობრივად ვარ და აქ უფრო ისე ვარ. არა, ეხლა დავმეგობრდი, კაი ხანია გვამსახიობებთანაც კაცო. მაგრამ ადრე რავი, იყო რა, გენგი იყო ეგეთი. კრეატიული გენგი. სახვითი ხელოვნების იმინა ყველაფერში კები იყვნენ. თავმოყრელი, სახვითიც იყო მუსიკაც ისიც. ეგ კარი გამეხსნა ბოლოდრას, მაგრამ სიამოვნებს ის რომ აი იმიტომ რომ ცნობილი ვარ ასთვის რაღაცებში და ყველაფერში მტენიან და რაღაც ბუნებრივია. რაღაც სპექტაკლში თამაშის ხოდი გამეძრო რაღაც დებიუტურ სერიალში ეპიზოდური როლი მქონდა რაღაც და აი და მაგას ნელ-ნელა მაშები ხარ რა აია ძალიან ხო რატომაც არა იმენა დივერსიფიკაცია ცხოვრების ბიჭო ტიპი როცა ხარ არტისტული და მოთხოვნილება გაქვს სადღაც შენი თავის რაღაც ფლანგიდან ან ფლანგით გაზიარების კაი აბა რა ეხა გააკეთა აკაშენის სპექტაკლის მერე ანუ ეგა მართლა მინახია მაგრამ ინცია ყველა აი ალავის ხო ეგ სანახავია ძალიან რამაგრები ვართ ჩვენ პირველ სტუმრად რო არ დაგიძახეს ეგ არა ეხა ეგ მოდი ვაღიაროთ რომ მეც გითხარი ეგ თავის დროზე მეთქი რომ ძალიან ბანალური ნაბიჯი იქნება თქო იმიტომ რომ ყველგან პირველი სტუმარია იმენა ეს იღებენ ლუკას ასხავენ დურჯოყნაში ესე ტიებს აწვენენ და ჩემთავს ტენიან ხოლმე აუ ყველაფერში ყველგან ხო მაგრამ თვითონ ახსნილობის ხარისხი და ყველაფერი და შია ხალხს დაღლის ამბავია მე თუ ჩემი თავი რომ მეზიზება უკვე ჩემ თავის ყურება ბიჭო ვერ ვიტყოდი მასე მე იმიტომ რომ რეალურად გააჩნია რა სივრცეში მიდიხარ იმის შესაბამისად შენ თვითონ კომფორტულად გძნობ ან არ გძნობ და როცა არ გძნობ იქ შენ თავის არ მოგწონს და ხა აქ შეჩემო რაღაცა ისეთი გარემო რო არო ჭუჭუს რა მხარესაც გინდა გაცემოს კაია იცი რა მაინტერესებს ისე სტრესი არისო შენთვის ანუ შენ ხო ნოლი პოპულარობიდან 100-ზე ახვედი ხო ერთ კვირაში ხო და ყლებესობა იმენა ხო იმიტომ რომ ხელ დაიძაბე სახე გამძროებში მე მაგრა გამსტრესა მე მაგრა გამსტრესა არ იყავი მზად მაგის არა ვინ იქნება მე ყავი როგორც უცბად მითხეს რომ ანუ რაც თელი ცხოვრებას უყურებ და ისე მოდი იმის ამყვანი გახდიოდა მეთქი
ხოც გიჟინა იყوارი რა თქვა რა და მეთქი რა ის და პირველ რიგში თუ ალბათ ქართა საქართველოა ალბათ არავინ არ უყურებს ხო და ყველა კლასს დაიგდებს ხო რა და გაიც თითქო რა და უცბად ერთდროში ანუ ტელევიზია იმინაშ ხამიანი არის რა მე ან დამეწყონე ხაცი არ ხარ მზად იმის რომ ამდენსაც უყარ ხარ იმდენივე გაგინებს კი შენთანაც არის აბა რა თქმა უნდა რა დაჟე რაღაც მომენტში მეტი გაგინებს ხომ რაღაცა ის არის რომ ხოცი ერთ მომენტში ვიღაცისთვის გმირი ხარ მე მომენტში იგივე ტიპისთვის ბილონი ხარ რა იმიტომ რომ აი ხა ძალიან რთულია რომ ვერ გაიგივო განმიჯნო ტელევიზიის პერსონაჟი და რეალური ადამიანი რა და რაც არ უნდა რეალიტი შოუ იყოს მაინც პერსონაჟია ის რა ასეთ რაღაცა ხო რა ეგრეა ხო იმიტომ რომ რაღაცა ურთიერთგაგება არსებობს მე ვხვდები რაღაც ვეტყვით აი სახე გამძრა ფსიქოტროპულები კი არა ფსიქიატრთან შეეული ფსიქოლოგთან შეეული რაღაცა ხო არა იმიტომ ვიკითხე რომ ვიცი რამდენად ანუ ვიცი რა ჩემზე არ მაგამსწრილი იმიტომ რომ მე აი ხო მოკლედ მაგას არ აქვს ნიშანი ხო რა მაგრამ ნუ ძალიან რთულია ხოლმე რა მოკლედ შემდეგი ამბავია ხო მაგ შეგვეყავს უკვე და რა გვირეკავს თუ გიაყავს შემოვუშვით მე შემოვიდა და 4-ნი დავუშვით არა მე მგონი სად არის დაურეკავა სად არის სხვაგან ზღვა აუ ზღვაზე როგორ მინდა წასვლა რა ჩილება მალე და ზეგარი მალე ეი ნასტი ხო არა ჩვენ პირიქით გვიხარია რომ აგვიანებ რაფერი მაისურები გაწია ჩემახედა აუ მე ტიტველი ვარ აი კოჩნი დაგვევა მოვამალე მოკლედ მოვიდა შემდეგი სტუმარი მე დაუკრავ ეხა ემას თემა აუტროს რა თქმა უნდა არა ეს არ არის აუ ის მარიოსის მოხსენი რა რამის მომნა დედოფალი მაგამ მარიოს მოხსნა დონგის შავრა გამანებე რა თავი წავედი შენ წალი ჩვენ დავუჩებით აი გამორთოთ მოჩი ეგ არის